ნატოს სამიტის ფარგლებში პირველად ნატო საქართველოს კომისიის ხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით. ერთობლივი წერილობითი განცხადება საქართველოს მიღწევები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე და პერსპექტივა. მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტის ნატოს გენერალური მდივნისა და ქართული დელეგაციის განცხადებებით მიშა ფეიქრიშვილი ვარშავიდან. განათლების მინისტრი მანდატური სამსახურის გარდაქმნას აანონსებს. ინსტიტუტის განვითარების რა კონცეფციას წარუდგენს ალექსანდრე ჯეჯელავა მთავრობას, რაც ცვლილებები განხორციელდება სამსახურის უფლებამოსილებაში და ვინ უზრუნველყოფს სკოლის უსაფრთხოებას. განათლების მინისტრის ექსპერტებისა და მშობლების პოზიცია მოისმინეთ გიორგი კობერიძის რეპორტაჟში. სტიქია დასავლეთ საქართველოში, ბათუმი, ქობულეთი, ვანი, სამტრედია, დატბორილი ქუჩები და სახლები, ჩამოწოლილი მეწყერი ჩაქვი ბათუმის გვირავთან, წაღებული ხიდები, გზები და განადგურებული სავარგულები ვანის მუნიციპალიტეტში. რა რაოდენობის ზარალი მიაყენა სტიქიამ დასავლეთ საქართველოს და მიმდინარეობს თუ არა აღდგენითი სამუშაოები. თორნიკე ხურციძე, სოფო ჟღენტი დეტალებით დასავლეთიდან. საღამოშვიდობის ეს 20:30-ია გადაცემის ნახვა 20:30-ის Facebook გვერდზე შეგიძლიათ გადაცემის მოსმენა კი FM 98 HD-ზე რადიო უცნობის საშუალებით მე მაკაცინცაძე ვარ 20:30 ჟურნალისტებთან ერთად დღის მთავარ თემებს წარმოგიდგენთ. რა გზავნილი აქვს ნატო საქართველოსთვის და გადადის თუ არა ნატო საქართველოს თანამშრომლობა ახალ ეტაპზე თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი 20:30-ში. რასელი საქართველოს ნატო სამიტისგან როგორც შეფასდა სამიტზე საქართველოს მიღწევები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე ჯიპას პროფესორი ბაკურ კვაშილავა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ელენე გოცაძე უპასუხებენ ჩვენ შეკითხვებს. ასევე დღეს რას გულისხმობს ნატოს წევრი ქვეყნების მიმართ საპარლამენტო პარტიების მიერ შემუშავებული ერთობლივი დეკლარაცია, რა პოლიტიკური დატვირთვა აქვს ვარშავის სამიტის წინ დეკლარაციის შედგენას და რა შედეგზეა გათვლილი დოკუმენტი 20:30. შეკითხვებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უპასუხებს. ამ წუთებში ვარშავაში ნატო სამიტის ფარგლებში პირველად ნატო საქართველოს კომისიის ხდომა მიმდინარეობს. ხდომის დასრულების შემდეგ გავრცელდება ერთობლივი განცხადება ნატო სამიტისგან საქართველოს კონკრეტული მოლოდინი აქვს. რა ჩაიწერება საბოლოო კომუნიკეში, რას გულისხმობს საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის პარტნიორობის ახალი კომპონენტები. ნატოს გენერალური მდივანი ალიანსის გაფართოების აუცილებლობაზე საუბრობს. მიშა ფეიქრიშვილი ვარშავიდან ისაუბრებს. ნატო საქართველოს კომისიის ხდომა, რომელიც ალიანსის სამიტების ისტორიაში პირველად დღეს სწორედ აქ ვარშავაში იმართება, რამდენიმე წუთში დასრულდება, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივი განცხადების გავრცელებას გეგმავენ. განცხადების ტექსტი ამ დრომდე დახურული იყო, თუმცა მთავარი მოლოდინები უკავშირდებოდა პირველ რიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას, საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმების დადებითად შეფასებას და საქართველოს თავდაცვის უნარიანობის ზრდასთან დაკავშირებით ნატოს პოზიციის გახმოვანებას. საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობა დღეს არის განსაკუთრებულად ღრმა და ეს გამოიხატება იმ ფორმატებში, რომელშიც ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ. საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას ავღანეთთან დაკავშირებულ სესიაში. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ნატოს სამიტის ფარგლებში პირველად გაიმართება ნატო საქართველოს კომისია საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ჩვენ ველოდებით, რომ ამ კომისიის ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც დგას საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებში და საქართველოს ინტეგრაციის პროცესში. არსებითი პაკეტი წარმატებულად სრულდება და გამოჩნდება კონკრეტული მექანიზმები და ინსტრუმენტები იმისათვის, რომ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ეს თანამშრომლობა, ეს ხარისხი ავწიოთ, რათა საქართველო იყოს მეტად დაცული, თავდაცვის უნარიანობა მეტად გამტკიცებული, უსაფრთხოება მეტად გაძლიერებული და შესაბამისობა ჩვენს და ნატოს ძალებს შორის მეტად ამაღლებული. ჩვენ არ უნდა აღმოჩნდეთ ვარშავის შემდეგ იმ მდგომარეობაში, უელსის შემდეგ რომ აღმოჩნდით, როდესაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო ფანტასტიკური უელსის დეკლარაცია, ფანტასტიკური ნატო საქართველოს პაკეტი, ოღონდ არ იყო ქვეყნები, რომელიც მზად იყვნენ ამ პაკეტიდან რომელიმე კომპონენტზე აიღოთ პასუხისმგებლობა. მე უკვე წინასწარ ვიცი, რომ რამოდენიმე ქვეყანა, რომელთანაც ორმხრივი შეხვედრები გვაქვს დღეს, უკვე მზად არის რომ გამოაცხადოს და დღეს ისინი ამ განცხადებებს გააკეთებენ საკუთარი მხარდაჭერა კონკრეტული კომპონენტების მიმართ, რომ ისინი აიღებენ პასუხისმგებლობას ჩვენთან ერთად, რა თქმა უნდა, ამ პროექტების წარმატებისთვის.
სამიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში მართავდნენ ასევე ორმხრივ შეხვედრებს. საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს, სადაც ბუნებრივია მთავარი განსახილველი საკითხი იყო საქართველოს უსაფრთხოების საკითხები და ასევე ნატოში შემდგომი ინტეგრაცია. გარდა ამისა, ეს არის მთავარი თემები, რომლის შესახებაც საუბრობენ ქართველი მინისტრები უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებისას. ახლა უკვე მთავარი მოლოდინი უკავშირდება ნატოს სამიტის დასკვნით ეტაპს, თუ რა ჩაიწერება საბოლოო კომუნიკეში. საქართველოს მთავარი მოლოდინია, რომ ნატომ კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ის ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტის დროს მიღებული ტექსტის, რომ გაფართოების პოლიტიკა გაგრძელდება და საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. დღეს ამის შესახებ საუბრობდნენ ნატოს გენერალური მდივანი და მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი. პოლონეთის პრეზიდენტმა დღეს ღიად მიანიშნა, რომ ნატომ აუცილებელია მნიშვნელოვანი გზავნილი გაუგზავნოს საქართველოს და უკრაინას. ამ სამიტზე მონტენეგრო იქნება წარმოდგენილი, რადგან ის ნატოში ინტეგრაციის პროცესში ოფიციალურად იმყოფება და ის საბოლოოდ გახდება ალიანსის წევრი, როგორც კი ნატოს 28 წევრი მოახდენს პროტოკოლის რატიფიცირებას. ეს სამიტი კიდევ ერთხელ აჩვენებს და ადასტურებს, რომ ნატოს კარი ღია რჩება. 28 წევრიდან ჩვენ 29 წევრი გავხდებით. ჩვენ ასევე ვმუშაობთ საქართველოსა და უკრაინასთან, როგორც ალიანსის ახლო პარტნიორებთან. რაც შეეხება საქართველოს ასპირანტ სახელმწიფოს, ჩვენ ვმუშაობთ მასთან, ვეხმარებით მას შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში, რეფორმების გატარებასა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოებაში. უელსის სამიტზე ჩვენ გადავწყვიტეთ საქართველოსთვის ყოვლის მომცველი პაკეტის მინიჭება. მას შემდეგ ვმუშაობთ ამ პაკეტის განხორციელებაზე. გავაგზავნეთ ჩვენი მწვრთნელები, გავხსენით ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი საქართველოში, როგორც მტკიცე სიგნალი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერების და ჩვენი მხარდაჭერისა. ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას. სამიტზე ალიანსი დაადასტურებს აღმოსავლელი პარტნიორების საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მხარდაჭერას, რომ დაეხმაროს მათ, გაუძლონ გარე ზეწოლას და გააგრძელონ რეფორმები. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ნატო არის ალიანსი, რომლის როლია მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფა, მაშინ ყველა ქვეყანა, რომელიც წევრიანდება ალიანსში და რომელიც უკვე არის ალიანსის საიმედო და პატივსაცემი წევრი, მხარს უჭერს მშვიდობას. ამგვარად მჯერა, რომ რაც უფრო მეტი წევრი გვყავს, რომელიც მისდევს საერთაშორისო წესებსა და პრინციპებს, მით უფრო დიდია მსოფლიოში მშვიდობის გარანტია და მით უფრო ძლიერია ნატო. ეს პოლიტიკა ორი ნაწილისგან შედგება. ერთ-ერთი მათგანი შემდეგია. ყველა ქვეყანა არის თავისუფალი და აქვს უფლება გაწევრიანდეს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში. რა თქმა უნდა, მან უნდა დააკმაყოფილოს წინაპირობები. თუმცა თუ კი მეორე მხრიდან შევხედავთ, ალიანსმა უნდა შეინარჩუნოს ღია კარი. ჩვენ უნდა ვუთხრათ, დიახ, ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ნატოში ის ქვეყნები, რომლებსაც ეს სურს და რომლებიც დააკმაყოფილებენ შესაბამის პირობებს. მე მიმაჩნია, რომ ნატოს საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან თანამშრომლობა არა მხოლოდ გამართლებული, არამედ აუცილებელიცაა. თანამშრომლობაზე კი გადის გაწევრიანების გზა. ამ ქვეყნებს სჭირდებათ მხარდაჭერა. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე წუთში დასრულდება ნატო-საქართველოს კომისიის ხდომა, რის შემდეგაც უკვე მხარეები გაავრცელებენ ერთობლივ განცხადებას. შეიძლება ითქვას, რომ ეს განცხადება იქნება ერთგვარი მინიშნებაც, წინაპირობაც, თუ რას უნდა ელოდეს საქართველო უკვე ხვალ ნატოს სამიტის შემაჯამებელი კომუნიკესგან. სამიძე, მიშა ფიქრიშვილი, ვახო ლეკიაშვილი ვარშავაში განაგრძობენ 2030-ისთვის მუშაობას. საპარლამენტო პარტიების ერთობლივი დეკლარაცია ნატოს წევრ ქვეყნებს ვარშავის ნატოს სამიტის წინ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილმა პოლიტიკურმა ძალებმა ერთობლივი დეკლარაცია მოამზადეს, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერას გულისხმობს. დეკლარაციას ხელს პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო პარტიები აწერენ. ხელმოწერებს შორის არ არიან მრეწველები. ლიკა ალილიშვილი ჩაგვერთვება დეტალებით. ლიკა, მოგესალმები და გისმენთ. დიახ, დეკლარაციაში, რომელიც ვარშავის სამიტის წინ საპარლამენტო პარტიებმა შეიმუშავეს, წერია, რომ დოკუმენტის ხელმომწერ პოლიტიკურ ძალებს ქვეყნის შიგნით მიმდინარე საკითხებზე აქვთ განსხვავებული ხედვა, თუმცა ისინი ერთიანი არიან ერთ საკითხთან დაკავშირებით. საქართველო არის სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო და ქართულ ხალხს აქვს გადაწყვეტილი ააშენოს ევროპული დემოკრატია, რომელიც პატივსცემს თავისუფლებას, ეკონომიკურ შესაძლებლობებს, უსაფრთხოებას და მიისწრაფვის ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში სრული ინტეგრაციისკენ. ამასთან აღნიშნულია, რომ საქართველო ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. პოლიტიკურ ძალებთან ერთად დეკლარაციას ხელს საქართველოს პრემიერი და პრეზიდენტი აწერენ. საქართველოში 25 წლის განმავლობაში რუსეთის აგრესიისა და 2008 წელს მისი ინტერვენციის შედეგად ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი გვყავს. ჩვენ ვიმყოფებით რეგიონში, რომელიც მოცულია ტერიტორიული დავებით და გეოგრაფიულად ახლოს მდებარეობს მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტებთან. თუმცა ჩვენი მდებარეობა ასევე მნიშვნელოვანია როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ლოჯისტიკური და ენერგეტიკული დერეფანი. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ჩვენი მეზობლების ქმედებებს და არ უნდა ვიყოთ მათი ქმედებების მძევლები. როგორც საქართველოს
საქართველოს მოქალაქეები ჩვენ მხარს უჭერთ კეთილმეზობლურ ურთიერთობების, თავისუფალი და ღია ვაჭრობის, დიალოგისა და დავების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის პრინციპებს. თუმცა ჩვენ ასევე მზად ვართ დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ მივისწრაფვით ევროატლანტიკურ საზოგადოებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელს აწერს ვარშავის სამიტისადმი საქართველოს საპარლამენტო პარტიების ერთობლივ მიმართვას, რომელშიც პოლიტიკური პარტიები ადასტურებენ, რომ ღრმა პოლიტიკური განსხვავებებისა და დაპირისპირების მიუხედავად, პოლიტიკური სპექტრი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად ერთიანდება. პარტიები თხოვნით მიმართავენ ნატოს წევრ ქვეყნებს, მხარი დაუჭიროს და წაახალისოს საქართველოს სწრაფვა ალიანსის წევრობისაკენ. ძალიან მნიშვნელოვანია და მე მადლობა მინდა უთხრა ამ პარტიებს, რომ როდესაც ეს ეხება საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ქვეყნის ინტერესს, ქართულ პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ უნარი, გაერთიანდნენ და ერთიანი პოზიციით გამოვიდნენ და ერთიანი პოზიცია დააფიქსირონ ქვეყნის სასარგებლოდ. დეკლარაციას საპარლამენტო პოლიტიკური ძალებიდან ხელი მრეწველების გარდა ყველა პარტიამ მოაწერა. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ პარტიებს ბევრ საკითხზე განსხვავებული პოზიცია აქვს, მნიშვნელოვანი იყო ნატოს სამიტის წინ ერთობლივი პოზიციის წარდგენა. ირაკლი ალასანია ამბობს, რომ დეკლარაცია 6 თვის განმავლობაში მზადდებოდა და მისასალმებელია, რომ ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმება შედგა. ზურაბ ტყემალაძე კი განმარტავს, რომ მათ დოკუმენტს ხელი იმ მიზეზით არ მოაწერეს, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან კოაბიტაციაში არც ერთ საკითხზე არ შევიდოდნენ. მე არ მიმაჩნია სწორედ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, რომელსაც თავისი მმართველობის პერიოდში საკმაოდ ისეთი სისტემური დანაშაულებები აქვს ჩადენილი, მოგვეწერა ხელი. თანხმდებით, რომ ჩვენი მომავალი საზოგადოებას, პოლიტიკურ ძალებს დანახული გვაქვს ნატოსთან, ევროპასთან ერთად, ეს რა თქმა უნდა, დიდი სტიმულია თვითონ ნატოელებისთვისაც, რომ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. ეს ჩვენი მხრიდან ახდენს საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების პოზიციების შეჯერებას და თავის მხრივ ნატოს ერთგვარ мотивაციას აძლევს, რომ უფრო ძლიერი მხარდაჭერა აღმოგვიჩინოს. დეკლარაცია სპეციალურად ნატოს ვარშავის სამიტისთვის მომზადდა. მსგავსი დეკლარაცია, რომელიც საპარლამენტო პარტიებმა ერთობლივად შეიმუშავეს, ნატოს სამიტისთვის პირველია. მადლობა ლიკა არელიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. გარდამტეხი სამიტი ვარშავაში ალიანსის აღმოსავლეთ მოკავშირეების უსაფრთხოება რუსეთის აგრესიის ფონზე ჰიბრიდული საფრთხეები და ნატოს გაფართოება ეს ვარშავის სამიტზე განსახილველი საკითხებია. ნატოს ვარშავის სამიტი ნახეთ კეთი ჩოხელის რეპორტაჟი. 28 წევრიანი ალიანსის რიგით 28-ე სამიტი გლობალური მშვიდობისთვის გარდაცვლილი სამხედროების პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო და ატლანტიკური საბჭოს ხდომით გაგრძელდა. ხალხი ელის ჩვენგან ვალდებულებების შესრულებას, სამიტმა უნდა უზრუნველყოს სტაბილურობა არამდგრად პერიოდში, აჩვენოს ერთიანობა განხეთქილების დროში და დაიცვას უსაფრთხოება გამოწვევების პერიოდში. ამ მოლოდინების შესასრულებლად ალიანსმა უნდა გაამახვილოს ყურადღება მთავარ ამოცანაზე, კოლექტიურ თავდაცვაზე. ევროატლანტიკური რეგიონის სტაბილურობა დამოკიდებულია ჩვენი მეზობლების სტაბილურობაზე. ამიტომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან აღმოსავლეთით და სამხრეთით. ნატომ უნდა შეინარჩუნოს თავისი ღიაკარის პოლიტიკა. ვარშავის სამიტზე მისაღები გადაწყვეტილებები წინასწარ იყო ცნობილი, მათგან ერთ-ერთი მთავარი ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში 4 ბატალიონის განთავსებაა. პოლონეთში განთავსებული ბატალიონი ამერიკელი სამხედროებით დაკომპლექტდება. ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ გრძელი გზა გავიარეთ. ახლა ნატო უფრო სწრაფი, ძლიერი და კარგად მომზადებულია. დღეს ჩვენ მზად ვართ მორიგი ნაბიჯი გადავდგათ. ჩვენ შევთანხმდებით აქ პოლონეთში, ასევე ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში ჩვენი ძალების გაძლიერებაზე. ასევე გავზრდით ჩვენი ძალების რაოდენობას ალიანსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ალიანსი ემზადება აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად. მე შემიძლია განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იქნება წამყვანი ქვეყანა, რომელიც ნატოს მიერ აქ პოლონეთში თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებაში მიიღებს მონაწილეობას. ეს ნიშნავს, რომ ამერიკის შტატები განათავსებს აქ პოლონეთში 1 ბატალიონს, დაახლოებით 1000 ამერიკელ სამხედროს როტაციის პრინციპით. ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილის გაძლიერება ნატოს რუსეთის აგრესიის შესაკავებლად სჭირდება. ვარშავის სამიტამდე გამოქვეყნებულ წერილში ბარაკ ობამამ რუსეთს ევროპაში მშვიდობისთვის მთავარი საფრთხე უწოდა. თუმცა ნატო რუსეთთან დიალოგისთვის მზად არის. ცივი ომი ისტორიას უნდა დარჩეს, მიიჩნევს ალიანსის გენერალური მდივანი. ნატოს არ სურს კონფრონტაცია, ჩვენ არ გვინდა ახალი ცივი ომი. ცივი ომი არის ისტორია და ის ისტორიაში უნდა დარჩეს. თუმცა ახალი რთული გარემოებების გათვალისწინებით ალიანსს უნდა შეძლოს ყველა მოკავშირის დაცვა. ჩვენ კვლავ მივისწრაფით რუსეთთან კონსტრუქციული და შინაარსიანი დიალოგისკენ.
ვარშავაში ნატოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. მიღებული დეკლარაციის თანახმად ორი ორგანიზაცია ჰიბრიდული საფრთხეებისა და მიგრაციული პრობლემების წინააღმდეგ ერთობლივად იბრძოლებს. ჩვენს მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია არის მკაფიო სიგნალი. ძლიერი ევროკავშირი ნიშნავს ძლიერ ნატოს და ძლიერი ნატო ნიშნავს ძლიერ ევროკავშირს. ჩვენი ქმედებები, ჩვენი რესურსები ავსებს ერთმანეთს. თუმცა დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი. ახლა ამ რეალობაში ჩვენი მოქალაქეები ითხოვენ უფრო მეტ უსაფრთხოებას. არ აქვს მნიშვნელობა ისინი ცხოვრობენ ნატოს, ევროკავშირის თუ ორივე ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში. ჩვენი როგორც ლიდერების დემოკრატიული პასუხისმგებლობაა ვუზრუნველყოთ უსაფრთხოება, რათა დარწმუნდნენ, რომ ევროპას შეუძლია და უნდა გააკეთოს მეტი თავდაცვის უნარიანობის გასაძლიერებლად. 28 წევრიანი შემადგენლობით ნატოს სამიტი უკანასკნელად იმართება. ამ სამიტზე ალიანსი მონტენეგროს მიღების გადაწყვეტილებას მიიღებს. ნატოს ყველა ქვეყნის მიერ პროტოკოლის რატიფიცირების შემდეგ მონტენეგრო ნატოს 29 წევრი ოფიციალურად გახდება. როგორი იქნება ქართული ოცნების საარჩევნო სია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, ასევე რამდენიმე დღეში გაიგებს საზოგადოება იბრძოლებენ თუ არა კონსერვატიული პარტიის წევრები არჩევნებში გამარჯვებისთვის ქართულ ოცნებასთან ერთად. ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ კონსულტაციები აქტიურ ფაზაშია. საარჩევნო სიის შემადგენლობაზე დღეს დეტალურად ქართულ ოცნებაში არ საუბრობენ, თუმცა სიის გამოქვეყნებას უახლოეს დღეებში აანონსებენ. თამარ ციკლაური ესაუბრა ქართული ოცნების წარმომადგენლებს და დეტალებს ახლა პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს. თამარ, მოგესალმები და გისმენთ. საღამშვიდობისა. ქართული ოცნების წევრები ერთხმად ამბობენ, რომ სია გამოქვეყნდება მომავალი კვირის განმავლობაში და ყველა კითხვას პასუხი სწორედ მაშინ გაეცემა. მათ შორის კითხვას იმის შესახებ იბრძოლებენ თუ არა კონსერვატიული პარტიის წევრები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების პროპორციული ან მაჟორიტარული სიით. ორ პოლიტიკურ პარტიას შორის კონსულტაციებს ორივე მხარე ადასტურებს. ამ ეტაპზე საუბარია კონსერვატიულ პარტიასთან არა საარჩევნო ბლოკის რეჟიმში თანამშრომლობაზე, არამედ ქართული ოცნების მიერ მათი ცალკეული წევრების მაჟორიტარ კანდიდატებად და საარჩევნო სიით წარდგენაზე. ქართული ოცნების სიით არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გია ჟორჟოლიანი. მეტ დეტალზე ის არ საუბრობს, რაც შეეხება უკვე კონკრეტულ სახელებს და გვარებს. სიაში ყოფნის შესახებ დადასტურებულად არც ერთი წევრი არ საუბრობს. მაგალითად, ეკაბესელიამ თქვა, რომ მასთან კონსულტაციები ნამდვილად მიმდინარეობს ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენის თაობაზე, თუმცა ამ თემაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. იქნებიან თუ არა სიაში ამ თემაზე არ საუბრობენ არც გიავოლსკი და არც ირაკლის ესიაშვილი, თუმცა მათი სიაში ყოფნის თაობაზე ინფორმაცია უკვე ვრცელდება. ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატები ასევე სია წარდგენილი იქნება უახლოეს ხანში. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ღირსეული ადამიანები, საქმეზე ორიენტირებული ადამიანები, რომლებიც პარლამენტში შეძლებენ, ძალიან ეფექტურად იმუშაონ, მათ შერჩევაზე ვართ ორიენტირებული. არ არის მე მგონი სერიოზული, რომ ვილაპარაკო საკუთარ თავზე. მთავარი არის, რომ ჩვენ ყველა ორიენტირებული ვართ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტულ საქმიანობაზე, ამიტომ ჩვენი როლი არის როგორ წავადგებით ქვეყანას. დანარჩენი ეს არის წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი. ცნობილი არაფერი არ არის, არც 10-ეული, არც 20-ეული, არც 30-ეული. არც მაჟორიტარული სია და სადა აქედან გამომდინარე, არც გიავოლსკი და არც ნებისმიერი სხვა არ იქნება მართალი, თუ კი მოგაწვდით რაიმე ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. უამრავი პოლიტიკოსი არსებობს სხვადასხვა პარტიაში, რომელიც შესაძლოა 51 ნომერის ქვეშ აღმოჩნდეს. კონსერვატორებთან დაკავშირებით ამოგლეჯილად საერთო კონტექსტიდან ამოგლეჯილად საუბარი არ მსურს არც ერთ პოლიტიკოსზე, არც კონსერვატორებზე, არც ქართული ოცნების წარმომადგენლებზე. რაც შეეხება უშუალოდ ჩემ შემოთავაზებას, იყო ესეთი საუბარი უახლოეს დღეებში, როგორც გითხარით, ამ კვირაში საბოლოოდ შეჯერდება ვინსად გადანაწილდება და სად წარმოადგენს მართულ პოლიტიკურ პარტიას. საარჩევნო კამპანიის პროცესში ჩვენ ვიხილავთ ასე უფრო მჭიდრო თანამშრომლობას კონსერვატორულ პარტიასთან. შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ამ შესაძლებლობასაც იხილავს გუნდი, რომ მათი ლიდერებიც იყვნენ წარმოდგენილნი ამ საარჩევნო კამპანიის დროს. კონსულტაციები მიმდინარეობს, განაწილებაში არ არის საბოლოო მიღებული. თეორიულად ყველა ვარიანტი განიხილება, ყველა შესაძლებელი ვარიანტი თეორიულად, მაგრამ საბოლოო კონსულტაციების შედეგად რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს არის ჯერ მისაღები გადაწყვეტილება და შემდეგ გაცხადება ახლა. ჩვენი პარტია მე პიროვნულად არა, ჩვენ ვართ პარტია სოციალ-დემოკრატები და არჩევნებში მივიღეთ მონაწილეობას ქართული ოცნების სიით.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით შესაძლოა ქართული ოცნების სიაში ვერ მოხდეს პოლიცსაბჭოს რამდენიმე ახალი წევრი. უფრო დეტალურად ვინ მოხდება ქართული ოცნების საარჩევნო სიაში, ასევე რა შედეგი დასრულდება კონსულტაციები კონსერვატიულ პარტიასთან, როგორც უკვე გითხარით, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. მადლობა თამარ ციკლაური გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში. საჯელახსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილის წამებაში ბრალდებულ გაგამ კურნალიძის პროცესზე სასამართლოს სამედიცინო ექსპერტი დაიკითხა. ექსპერტმა 2011 წლის 11 აპრილს გდანის ციხეში ნაწამები 21 წლის პატიმრის ელდარ ქობალიას ცხედარზე დაზიანებები დაადასტურა. კურნალიძეს ბრალად 2011 წლის 11 aprilს გდანის ციხეში ქობალიას წამება ედება. მასთან ერთად ბრალდებულია გდანის ციხის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე და სამხედრო პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა. მათზე ძებნაა გამოცხადებული. დღესვე ცნობილი გახდა, რომ გაგამ კურნალიძე, რომელსაც წამების რამდენიმე ეპიზოდში ედება ბრალი, 2016 წლის იანვრის შემდეგ გათავისუფლებულია. ბელა ზაქაიძე ისაუბრებს თბილისის საქალაქო სასამართლოდან პირდაპირ ეთერში. ბელა, მოგესალმები და გისმენთ. მოგესალმებით, სანამ გაგამ კურნალიძის გათავისუფლების საფუძვლებს გეტყოდეთ, მანამდე მოგიყვებით სასამართლო პროცესის დეტალებს, რომელიც დღეს გაიმართა. როგორც პროკურორმა განაცხადა, საჯელახსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე გაგამ კურნალიძე ბრალდებულია 2011 წლის 11 აპრილს გლდანის ციხეში 21 წლის პატიმრის ელდარ ქობალიას წამებაში, რამაც გამოიწვია სიკვდილი. პროკურორის განცხადებით, ელდარ ქობალია გლდანის ციხეში მაშინდელი ციხის დირექტორის მოადგილის კაბინეტში გაგამ კურნალიძემ, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ გლდანის ციხის მაშინდელმა დირექტორმა სასტიკა დაწამეს. წამებიდან 2-3 საათში პატიმარი გარდაიცვალა. პროკურორის განცხადებით, პატიმარს, რომელიც დაკავებული იყო ეგრეთ წოდებული კოჭოიას საქმესთან დაკავშირებით, აიძულებდნენ, რომ ტერაქტში კონკრეტული პირებისათვის ხელი დაედო. როგორც პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა, მკვლელობის ბრალდებას ისინი ვერ ადასტურებენ, თუმცა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ სწორედ წამების შემდეგ 2-3 საათში დადგა მკვლელობა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა სამხარაულის სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, რომელმაც დაზიანებები დაადასტურა პატიმრის ცხედარზე და განაცხადა, რომ ეს დაზიანებები მკვრივი ბლაგვის საგნით არის მიყენებული. გაგამ კურნალიძის, ალექსანდრე მუხაძის და მეგის ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ექსპერტს ორი შეკითხვა დაუსვა. მალხაზ ველიჯანაშვილმა ექსპერტს კითხა, გამორიცხავდა თუ არა, რომ პატიმარს დაზიანებები საწოლიდან გადმოვარდნის შედეგად მიეღო. ველიჯანაშვილის მეორე შეკითხვა პატიმრის გარდაცვალების მიზეზს ეხებოდა, როგორც ადვოკატმა განაცხადა, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ გარდაცვალება მოსალოდნელი მკაცრი სასჯელისაგან ნერვიულობას გამოეწვია, პატიმრის მხრიდან ნერვიულობას გამოეწვია და ამის გამო გარდაცვლილი იყო აღნიშნული პატიმარი. ელდარ ქობალიას გვამდა აღნიშნავდა დაზიანებები ნაშთაებები და სისხლმაჟღერების საფრთხე. რაც განვითარებულია რაიონის ყოველი ბლაგოსაგნის მოქმედებით, აქედან სქელი მოყავლის პროგრამის დასწავლია ალაგ-ფაზილი ნაშთაებები და მარჯვენა წინაპრების მიდამოში არსებული სისხლმაჟღერები განვითარებული უნდა ყოფილიყო სიკვდილის დადგომამდე 7 წლით ადრე. შესაძლებელი იყოს რომ დაეცეს დაბლა და ის ყოფილიყო თავად დაცემული. შეიძლება რომ სასჯელზე ნერვიულობის ადამიანი და ამის გამო მიიღო სტრესი. დღევანდელ პროცესზე დავკითხე სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, რომელმაც დაადასტურა, რომ ელდარ ქობალიას გვამს აღენიშნებოდა დაზიანებები. სწორედ ეს გამომდინარეობს საქმის გარემოებებიდან, მოწმეთა ჩვენებებიდან, ასევე არსებობს პირდაპირ ჩვენებები დაზარალებულების, რომლებიც პირდაპირ ამხელელ გაგამ კურნალიძეს, რომ მან განახორციელა ის ქმედება, რაც ბრალად აქვს შერაცხული, წამება განხორციელდა ფიზიკური ზემოქმედების შედეგად გამოყენებული იქნა ხელკეტი და ასევე ელექტროშოკი. როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საშელახსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე გაგამ კურნალიძე, რომელსაც ბრალი არაერთ წამების ეპიზოდში ედებოდა, არის გათავისუფლებული პატიმრობიდან. დღევანდელ ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალი, რომელიც გაგამ კურნალიძეს აქვს წარდგენილი, საკმაოდ მძიმეა და ითვალისწინებს 15 წლამდე პატიმრობას, თუმცა ის იმყოფება თავისუფლებაში 2016 წლის იანვრიდან. გაგამ
კურნალიძეს პატიმრობა ამოეწურა, მოიხადა სასჯელი. იგი მსჯავრდებული იყო 2012 წლამდე არჩევნებამდე გავრცელებულ გლდანის ციხის ცნობილი კარანტინის კადრებთან დაკავშირებით, სადაც გაგამ კურნალიძე ჩანდა და მას პატიმრების წამებაში ედებოდა ბრალი. მას 3 წლით და 4 თვით პატიმრობა მიესაჯა. სწორედ ამ პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ იანვარში გაგამ კურნალიძე გათავისუფლდა პატიმრობიდან, როგორც პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა ქობალიას წამების საქმესთან დაკავშირებით აღკვეთის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს ორჯერ მიმართეს, ჯერ კიდევ მაშინ მიმართეს, როდესაც კურნალიძე სხვა საქმესთან, კერძოდ კარანტინის საქმესთან დაკავშირებით პატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა მაშინ მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ მიზეზით, რომ სხვა საქმეზე ქონდა გაგამ კურნალიძეს პატიმრობა შეფარდებული. პროკურორის განცხადებით, სასამართლოს შუამდგომლობით მეორეთაც მიმართეს, მაშინ როდესაც კურნალიძე უკვე გათავისუფლდა და თავისუფლებაში იმყოფებოდა, თუმცა შუამდგომლობა არც ამ შემთხვევაში არ დაკმაყოფილდა. ელდარ ქობალიას წამებაში გედებათ ბრალი და თუ აღიარებ. როდის გათავისუფლდით ციხიდან? როდესაც უკვე გაგამ კურნალიძემ მოიხადა სასჯელი, ბრალდების მხარემ ისევ მიმართა შუამდგომლობით სასამართლოს და აქვეს ღონისძიების სახით მოითხოვა პატიმრობა. სწორედ იმ მოტივით, რომ მის მიმართ წარდგენილი არის განსაკუთრებული მძიმე დანაშაული, საქმე ეხება წამების ფაქტს, არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები, ასევე მიმალვის საფრთხეები და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე. თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ გაგამ კურნალიძეს არ უნდა შეფარდებოდა აქვეს ღონისძიების სახით პატიმრობა. ბრალდების მხარემ ყველა კანონით გათვალისწინებული ზომა მიიღო, რათა გაგამ კურნალიძე არ ყოფილიყო თავისუფლებაში. გაგამ კურნალიძე ქობალიას წამების ბრალდებას არ აღიარებს, ბრალდებულმა კომენტარი არ გააკეთა. კომენტარზე უარი გვითხრა ასევე მისმა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა. პროცესი კი 31 აგვისტოს განახლდება. მადლობა, ბელა ზაქაიძე გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში. საქალაქო სასამართლოში დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას მკვლელობაში ბრალდებულის რომან შამათავას პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს, მათ შორის დანაშაულის ჩადენის დროს, როგორც ბრალდებულის სარგებლობაში არსებული ტელეფონის, ასევე საქმესთან კავშირში მყოფი პირების ტელეფონის ნომრებზე შემავალი და გამავალი ზარები. პროკურორის გიორგი დავითაშვილის განცხადებით ამ მტკიცებულებები დასტურდება, რომ როგორც ბრალდებული, ასევე საქმეზე მოწმის სტატუსი დაკითხული პირები უშუალოდ დადებენ ხელს ბრალდებულ ოთარ შამათავას, რომ ის დანაშაულის ჩადენის დროისთვის იმყოფებოდა ბათუმში და კავშირი ჰქონდა იმ პირებთან, რომლებიც მას ხელს ადებენ ქარდავასა და ცინდელიანის განზრახ მკვლელობაში. დაცვის მხარე კომენტარს არ აკეთებს, სხდომა კი 15 ივლისს გაგრძელდება. რომან შამათავაზე მტკიცდება, რომ როგორც 17 აგვისტოს, ასევე 27 აგვისტოს იგი იმყოფებოდა ბათუმში. როგორც 17 აგვისტოს, ასევე 27 აგვისტოს მას კავშირი ჰქონდა იმ პირებთან, რომლებიც უშუალოდ მას ხელს ადებენ და ამბობენ, რომ მან განახორციელა ჩემს მიერ ზემოთ დასახელებული ორი პიროვნების თავისუფლების საქმე და შემდგომ განზრახ მოკლის მიზნით თავის არეში ესროლა წესასროლი იარაღი და ყველა ეს მარშრუტი და ყველა ეს მიმართულება, რა მიმართულებითაც მოხდა ამ პირების გადაადგილება ემთხვევა რომან შამათავას სარგებლობაში არსებული ტელეფონის ნომრებზე შემოვალი და გამოვალი ზარების დროს იმ ანძების ტერიტორიულ არეალებს, რომლებიც ემსახურებოდა მის ტელეფონს. მანდატური სამსახური, ახალი სახელი და ახალი ფუნქციებით. განათლების მინისტრი მანდატური სამსახურის განვითარებას გეგმავს. მინისტრს სურს მანდატურის აღიქმებოდეს როგორც მოსწავლეების და მასწავლებლების მეგობარი და არა სამსახური პოლიციური რეპუტაციით. სპეციალისტები მზად არიან უწყებას საკუთარი რეკომენდაციების შესთავაზონ. საკუთარი წინადადებები სკოლის მოსწავლეების მშობლების ნაწილსაც აქვთ. გიორგი კობერიძე დეტალებით. განათლების ახლა დანიშნული მინისტრი მანდატური სამსახურის რებრენდინგს აანონსებს და მთავრობას ამ ინსტიტუტის განვითარების კონცეფციას წარუდგენს. მინისტრი ამბობს, რომ ცვლილებების მთავარი მიზანი მანდატური სამსახურის ისეთ ინსტიტუტად ჩამოყალიბებაა, რომელიც მოსწავლე-მასწავლებლების მეგობრად ჩამოყალიბდება. ამ სამსახურის ახალი სახელი კი ბავშვთა უფლებების დაცვასა და უსაფრთხოებასთან იქნება ასოცირებული. მე მგონი ბუა უკვე დღეს აღარ არის და მომავალში იმედი მაქვს, რომ საერთოდ არც გაგვახსენდება ეს ამბავი. ჩვენ ყველამ ერთად საზოგადოებამ რაღაც ღია ფორმით მოვიფიქროთ სახელი, რომელიც უფრო კავშირში იქნება ბავშვების უფლებების დაცვას.
სასწავლო დაწესებულებებში 2010 წლიდან ამოქმედებული მანდატურის სამსახურის პროექტის ერთ-ერთი ავტორი, განათლების ყოფილი მინისტრი მთავრობის ახალი ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს. დიმიტრი შაშკინი მიიჩნევს, რომ მანდატურის სამსახური რებრენდინგს არ საჭიროებს. რებრენდინგის მამა იყო უკვე მარგველაშვილი, ელსაბამი გაუკეთეს მანდატურებს და ამით ამოიწურა მისი რებრენდინგი. რებრენდინგის დედა იყო სანიკიძე, გიპნოზით უნდათ რომ ემკურნალოთ ბავშვები. Ну, ახლა ახალი მშობელი გამოჩნდა რებრენდინგის მსურველი. მანდატურები ჩვენ ვცდილობთ, რომ გახდნენ მეგობრები ბავშვების და მხარდამჭერები და სკოლის დირექტორების ხელის შემწყობები და არა ვთქვათ რაღაცა პოლიციური ან საშიში სტრუქტურა. მანდატურის ინსტიტუტის ამოქმედებამ თავდაპირველად სკოლებში ვნებათა ხელვა გამოიწვია. ამას განათლების საკითხების სპეციალისტები იმ გარემოებას უკავშირებდნენ, რომ ეს სამსახური აღიქმებოდა როგორც სკოლებში სამინისტროს პოლიციური დანამატი. მათ პოზიციას ის გარემოებაც ამყარებდა, რომ რამდენიმე სკოლაში მასწავლებელი მანდატურის განცხადების საფუძველზე მოიხსნა. სკოლის რამდენიმე დირექტორი კი მანდატურმა ჩაანაცვლა. მსგავს ფაქტებს რამდენიმე სკოლაში პროტესტის ნიშნად სასწავლო პროცესის ჩაშლაც მოყვა. ვითარება ვერც მაშინდელმა განათლების მინისტრმა შაშკინმა განმუხტა, რომელიც დღემდე ამტკიცებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევით მანდატურის ინსტიტუტის ამოქმედებას 76% მხარს უჭერდა. მანდატურის სამსახურის განვითარების პროექტის შექმნაში სავარაუდოდ მოსწავლეების მშობლებით ჩაერთვებიან. მათი ნაწილი სკოლებში მანდატურის სამსახურის არსებობის მომხრეა, თუმცა დაკისრებული ფუნქციების შესრულებასა და ახალი უფლებების დამატებაზე განსხვავებული პოზიცია აქვთ. შიშით აღარ არიან განწყობილი, ადრე უფრო დაძაბულები იყვნენ ბავშვებიც, ჩვენც მშობლები უფრო დაცულად გრძნობთ თავს. Ну, რა თქმა უნდა, შენიშვნა უნდა მიცნენ ჩაცმულობასთან დაკავშირებით. მეტი ყურადღება ისეთ ბავშვებს, რომლებსაც ეზარებათ ან წასვლა უნდა სკოლიდან, ცოტა მეტი ყურადღება ბავშვებს, მეტი ისეთი არაფერი. ნორმალურად მუშაობენ ნამდვილად. ვერც იმას ვიტყვი, რომ ძალიან თუდად აკეთებენ თავიანთ საქმეს და მაგრამ ყოველი შემთხვევაში ბევრ ცვლილებებს მე მაგათთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ ვხედავ. ექსპერტ თამარ მოსიაშვილს უსაფრთხო სკოლასთან დაკავშირებით საკუთარი პროექტი აქვს. მზად არის დაინტერესების შემთხვევაში განათლების სამინისტროს რეკომენდაცია შესთავაზოს. მთავარი კი რის შეცვლასაც ითხოვს მანდატურის სამსახურის ნებაყოფლობითობაა. განათლების საკითხების სპეციალისტების მეორე ნაწილი კი სამინისტროს ურჩევს საკითხი კომპლექსურად და არა მხოლოდ მანდატურის სამსახურის რეფორმირებით მოაგვაროს. მანდატურმა უზრუნველყო უსაფრთხო გარემო სკოლაში, მაგრამ სკოლის გარედან გამოვიდნენ იქვე სადარბაზოში და იქ ხდებოდა ძალადობა და არა უსაფრთხო მდგომარეობა მოსწავლეებისათვის. სწორედ ამაზე მოხდა საუბარი, რომ სწორედ მოსწავლეებთან უნდა ვიმუშაოთ აქტიურად. ჭირდებათ თუ არ ჭირდება სკოლას მანდატური, თქვათ დედაქალაქში, ხო, ყველა სკოლას ყავს მანდატური. მანდატური თავის შინაარსში რა არის? ეს არის კონტროლზე ორიენტირებული უსაფრთხოება. სკოლაში არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარი დაეჭიროს ზრუნვაზე ორიენტირებულ უსაფრთხოებას. განათლების მინისტრის განმარტებით მანდატურის სამსახურის განვითარებაზე ახალი გეგმის შემუშავებას რამდენიმე თვე დასჭირდება და პროცესის შემდეგ პარლამენტში გადაინაცვლებს. მასწავლებელთა პროფესიული გამოცდები დღეს დაიწყო და 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. სერტიფიცირებისთვის რეგისტრაცია 22,000-ზე მეტმა პედაგოგმა გაიარა, თუმცა მათი ნაწილი გამოცდაზე არ გამოცხადდა. როგორ მიმდინარეობდა საგამოცდო პროცესი და რა სიახლეები განხორციელდა წელს? ნახეთ მაკალაშხიას და არჩილ ვაჟიკაშვილის რეპორტაჟი. სწავლა რომ სიბერემდია, ეს 80 წლის ვენერა ტურიანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა. 57 წლიანი სტაჟის მქონე პედაგოგმა ცოდნის შესამოწმებლად მისთვის განკუთვნილი 4 საათიდან 2 საათზე ცოტა მეტი გამოიყენა და საგამოცდო სექტორიც ყველაზე ადრე დატოვა. ამბობს, რომ გამოცდაზე გასვლა ტესტირების შემოღების დღიდანვე სურდა, თუმცა ასაკის გამო თავს იკავებდა. დღეს კი ის საკუთარი ნაშრომით კმაყოფილია და გამოცდიდან გამოსული გამოცდილებას უკვე სხვებს უზიარებს. ინტერესის გულისთვის გავედი, ნუ თუ ისეთი ძნელია მეთქი, რომ ჩარშან ერთი აჟიოტაჟი, რომ ბევრი მასწავლებელი ვერ გავიდა. ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული და ქართული, როგორც მეორე ენა. მასწავლებლებმა გამოცდები სწორედ ამ საგნებში ჩააბარეს. გამოცდიდან გამოსულები ამბობდნენ, რომ ტესტის წერა არ გასჭირვებიათ. არ მგონია, რომ რთული იყო, ნამდვილად უფრო რთულს ველოდი. კმაყოფილი ვარ ჩემი მუშაობით, ნამდვილად.
ველოდები რომ მინიმუმ ზღვარს გადავლახო. ნორმალური სირთულის იყო ძალიან სასარგებლო მე მგონი ყველა მასწავლებლისთვის რომ გაიარონ მსგავსი ტესტირება დარწმუნდნენ საკუთარ თავში. დღეს გამოცდები ორ ნაკადად ჩატარდა. მეორე ნაკადის ფარგლებში წელს პირველად პედაგოგებმა გამოცდები ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, სპორტსა და მუსიკაში ჩააბარეს. ამ საგნების მასწავლებლებს ცოდნის გამოსავლენად 2 საათი ჰქონდათ. უცხოენების პედაგოგებისგან განსხვავებით გამოცდიდან გამოსულები ამბობდნენ, რომ ტესტები რთული იყო. გაუგებარ ენაზე წერია. მე კითხვას მისვამ, იმიტომ რომ გიპასუხო, ხო? მე არ ვთხოვ, რომ მარტივი კითხვა და ისეთი კითხვა და ისე დამის ვიკითხო, რომ მე ამაზე კითხვის გაცა. როდესაც უცნობი სიტყვას ვერ გებ, სიტყვის არსი ხომ უნდა ვიცოდე, რას მიკითხები. ტერმინოლოგია ადრე იყო, ახლა სხვა ჩვენ დროს უფრო მარტივი და ეხლა ისეთნაირად არის შემოღებული. ჩვენ რო ვსწავლობდით, არ გავდიოდით ესეთ იმას და ეხლა უკვე ამაზე უკვე მოყვა გართულებაც. იყო რაღაც საკითხები, რომელიც მართლა არ ვიცოდი და ზოგიერთი გაგონილიც არ მქონდა. გამოცდა საქართველოს მასშტაბით 21 ცენტრში, მათ შორის რეგიონებშიც ჩატარდა. საკმაოდ კომფორტული პირობები აქვს შექმნილი აპლიკანტებს. შვიდად დაიწყო გამოცდა და არანაირი ექსცეს ადგილი არ ჰქონია. გამოცდებზე სულ 22,000-მდე პედაგოგი დარეგისტრირდა, თუმცა მათი 27% გამოცდაზე არ გამოცხადდა. გამოცდების მიმდინარეობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ტექნიკური უნივერსიტეტიდან აკვირდებოდა. მე პირადად ნამდვილად კმაყოფილი ვარ იმით, რომ არანაირი ასე ვთქვათ პრეტენზია არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, რატო შევთავაზეთ ნაწილობრივად ელექტრონული ფორმატი. ხარვეზების გარეშე ჩაიარა მთლიანად ამ პროცესმა. საგნის გამოცდა წელიწადში 2 ჯერ ტარდება. ბოლოს ის 2016 წლის იანვარში ჩატარდა, სადაც მასწავლებელთა 83%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტი სავარაუდოდ ორშაბათს არადგენს. ამის შესახებ 2030 აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ზურაბ პატარაძემ განუცხადა. პატარაძე ამბობს, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას თავადაც ელოდება. შეკითხვაზე კი მისი არჩევის შემთხვევაში შეიცვლებიან თუ არა მინისტრები, ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. პატარაძე, რომელიც ამ დრომდე საქართველოს სრულუფლებიან ელჩია ყაზახეთში, იმ ბრალდებებსაც ეხმაურება, რომელიც მის წინააღმდეგ ოპონენტებს აქვთ. მას წარსულში ნაციონალური მოძრაობასთან თანამშრომლობას ახსენებენ. ოპონენტები ასევე ამბობენ, რომ პატარაძე თურქეთში კონსულად ყოფილი ხელისუფლების დროს დაინიშნა. მე ძალიან დიდი ხანი ვარ საჯარო სამსახურში. და საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე 2000 წლიდან მუშაობ. ამიტომ დიპლომატია საერთოდ და დიპლომატია არის აპოლიტიკური. მე ვემსახურები ჩემ ქვეყანას და ჩემ ხალხს. ეს არის ჩემი მთავარი მოწოდება და მთავარი არსი, ასე ვთქვათ, ჩემი საქმიანობა. საკიდან გამომდინარე, ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ, რომ მე რაღაც პოლიტიკური ნიშნით როდის მე ვიყავი დანიშნული რომელიმე თანამდებობაზე. მე ვასრულებ ჩემ მოვალეობას და ვარ ხალხის სამსახურში. დასავლეთ საქართველოში სტიქიას ებრძვიან რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ვანის მუნიციპალიტეტის 10 სოფელია დატბორილი, განადგურებულია სოფლის სავარგულები და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა აჭარაშიც. რეპორტაჟი სტიქიის ზონიდან. წელამდე წყალი შემოვიდა სახლში აგერ და მთელი ღამე წყალს ვაქცევდით. 40-ების ოჯახის სტიქიის შედეგად დაზარალდა. ძლიერი წვიმის გამო წყალი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე შევიდა. ოჯახს მთლიანად გაუნადგურდა მოსავალი. დატბორილია საზამთროსა და კარტოფილის ბაღები. 40-ების მსგავსად სტიქიამ ვანში მცხოვრები 10-ობით ოჯახი დააზარალა. სხვა სოფლებში ყავს გაშვებული პატარა ბავშვები, სახლში ვერ გავაჩერეთ, არ შეიძლებოდა გაჩერება ფაქტიურად. ნარგავი ნათესები ელექტრობით, ბაღები, ბოსტანი და ყველაფერი ამდენი სულმა როგორ უნდა ვირჩინოთ თავი წლიდან წლამდე რა ვქნათ. აი აქეთ ბაღები გვაქვს, თხილის და მოსავალი რაცა გვაქვს, თუ კარტოფილი თუ ყველაფერი, ნუ რა სოფელში რაც მოგდის, ყველაფერი გადასწორებულია მიწასთან, არაფერი არ გაგვაჩნია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში, ციხესულორსა და სულორშია, სადაც ადიდებულმა მდინარემ საავტომობილო გზის ნაწილი წაიღო და 50-ზე მეტი ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა. დაზიანებულია სოფლის შიდა გზები და ხიდები. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. ელი ეს უბანი წყალში ვცურავთ ყველა წელიწად ასე ვარ. ხალხს ნათესები აქვს, იმისანა ბაღები აქვენ, გაკეთებული სულივითი აქვს, რა ქვია, სესხებით გამოწანილი დააქცია და ამოაგდო ეს ხალხი. წუხანდელმა სტიქიამ დაგვაზარალა, მოწყვიტა თემი უბანს.
ვერ ჩავდივართ რაიონში. ეს თუ ასე გაგრძელდა და თავრობამ დროზე არ იმოქმედა, საბავშვო ბაღს წაიღებს, თემის საბავშვო ბაღს წაიღებს აუცილებლად. ვანში იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. წყლის დონის მატებას ადგილზე აკვირდებიან გეოლოგები. მუნიციპალიტეტს შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. რამდენიმე უბანი არის ანალოგიურ მდგომარეობაში, რომელიც მოწყვეტილი არის სოფელს და არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია, მაგრამ ელექტროენერგიის მიწოდებაზე უკვე მუშაობს ენერგოპროს სამსახური, რაც შეეხება წყლის მიწოდებას, სანამ წყლის დონე არ დაიკლებს და ამიდი არ გამოჯოსდება, სამუშაოების შესრულება ფაქტობრივად შეუძლებელი. ვანის მუნიციპალიტეტისთვის მიყენებული ზარალის დათვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ზარალის დამთვლელი კომისიის წევრები ამინდის გამოდარებას ელოდებიან. მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება. 3 საათის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა აჭარის სანაპიროზეც. ჩაქვის საავტომობილო გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა, რამაც მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა. დიდი წვიმა იყო, მოდიოდნენ ალბათ დიდი სიჩქარით ეს მანქანა გადავარდა. ამ დროს მოვიდა პატრული დააჯარიმა და პატრულმა დააჯა ამ შემთხვევაში იმ გაჯარიმების დროს მეწყერი წამოვიდა და მოეწყო ეს მანქანა მეწყერს. ძლიერი წვიმის გამო ქობულეთი ბათუმის ცენტრალური გზის 3 მონაკვეთზე შეუძლებელი იყო გადაადგილება. ადიდებულმა მდინარემ პატარა ჩაქვმა პრობლემები შექმნა ჩაქვშიც, რომელიც მოაჯირიდან გადმოვიდა და სავალ ნაწილზე ქვა ღორღი გადმოიტანა. მოძრაობა აღდგენილია ამ ეტაპისთვის ჩვენი ესე იგი საგზაო დეპარტამენტის მხრივ შეფერხება ბათუმი ქობულეთის მონაკვეთზე არ არის. ძლიერი წვიმის შედეგად 2 საათის განმავლობაში პარალიზებული იყო მოძრაობა ბათუმშიც. ქალაქში 4 უბანი დაიტბორა, გართულებული იყო მანქანების გადაადგილება. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო ობიექტები და ბაზრის მიმდებარე ტერიტორია. ახლა საგევიარო, ახლა ტროტუარზე მაინც გეღარდი, ქუჩაში თუ ვერ გეღარდი. ეს გააკეთეს ამდენი ფული ამისა ჩაყარეს, ხალხის ფული. როდესაც წვიმს ძლიერად ხშირ შემთხვევაში იტბორება ძლიერი წვიმა, როდესაც არის და როდესაც მცირე წვიმა, მაგდენად არ იტბორება. ვაკონტროლებთ უხებს ხსნით, ვამოწმეთ, რომ არ იყოს ზაცარიანია და წვიმდავთ და დგავართ და ვაკონტროლებთ ყველანაირ ადგილებს, სადაც რომ საჭირო არის. ძირითადი პრობლემა შეგვექმნა ქალაქის შემოსასვლელში, სანიაღურე წყლებმა გადაკეტეს სანიაღურე ცხაურები და ეს ცხაურები იქნა განთავისუფლებული. ბეწვული პროცესები განვითარდა შუახევში, ხულოსა და ქობულეთშიც. ახლა რეკლამის შემდეგ ინტერვიუ თავდაცვის მინისტრთან დაგველოდეთ. 20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება ვარშავის სამიტი და საქართველოს ხელისუფლების მოლოდინი. ჩვენ შეკითხვებს ვარშავიდან თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშვილი უპასუხებს. ქალბატონო თინა, მოგესალმებით. ძალიან დატვირთული დღის მიუხედავად უღრმესი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ქალბატონო თინა, ვარშავის სამიტის პირველი დღე საქართველოს დელეგაციისთვის საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. საინტერესოა დღევანდელი დღის მთავარი გზავნილები და შედეგი, რაზეც უკვე შეგიძლიათ საუბარი. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის მივესალმები თქვენს მაყურებელს. ნამდვილად ძალიან საინტერესო დღე იყო დღეს და კიდევ უფრო საინტერესო დღე გველოდება ხვალ, ვინაიდან უფრო მეტი შეხვედრა არის ხვალ დაგეგმილი, უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიებები არის ხვალ დაგეგმილი, ხვალ იქნება RSM-ის სამიტი და ასევე იქნება კომუნიკე, რომელიც უნდა დაამტკიცოს ვარშავის სამიტმა. ჩვენი დღევანდელი დღის მთავარი მონაგარი თუ შეიძლება ასე ითქვას, ძირითადად ეს არის მთავარი ამბავი ვარშავის სამიტზე, ნატო საქართველოს კომისიის ხდომა, რომელიც გაიმართა დღეს, სადაც მიღებული იყო ერთობლივი დეკლარაცია, უკვე ძალიან დიდი ხანია, 2011 წლის შემდეგ ნატო საქართველოს ერთობლივი დეკლარაცია არ მიუღიათ, ასევე NGC პირველად ტარდება სამიტის ფარგლებში, ნატო საქართველოს კომისიის ხდომა საერთოდ პირველად ტარდება სამიტის ფარგლებში და ეს თავისთავად რა თქმა უნდა უკვე ძალიან ბევრზე მეტყოლებს, ეს მეტყოლებს იმაზე, რომ პარტნიორების მნიშვნელოვნად სხვა ხარისხში, სხვა ეტაპზე. სწორედ ეს მაინტერესებს ხალბატონო თინა, გასაგებია რომ პირველად ტარდება. რამდენად მნიშვნელოვანია, უფრო მეტი რომ გითხრათ ამასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩვენ მქონდა ორმხრივი შეხვედრები, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს, მე და ამ ორმხრივი შეხვედრების დროს ჩვენ უკვე საუბრობდით პოსტ-ვარშავის პერიოდზე, იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ვარშავის სამიტმა გააჩინა და იმ გეგმებზე და სამოქმედო
პროგრამებზე, რომელიც ამის შემდეგ უნდა დღის წესრიგში დადგეს ჩვენი ერთობლივი საქმიანობისთვის. ქალბატონო თინა, ნატოს სამიტი გაიხსნა ექსპერტთა ფორუმით. იენს სტოლტენბერგმა ასევე ალიანსის პარტნიორ ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე ისაუბრა, მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ ასევე ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებიც. მათ ისაუბრეს ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნებაზე. თქვათ, გასაგებია, რომ იგივე ღია კარის პოლიტიკა გრძელდება. უახლოეს მომავალში საინტერესოა საქართველოს აქვს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა. დიახ, ჩვენ ყველამ ერთად მოვისმინეთ სტოლტენბერგის განცხადებები დღეს დილის ლიდერთა ფორუმზე, ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები, რომელიც მან გააკეთა, განსაკუთრებით სკეპტიკოსების პასუხად. ჩვენ ძალიან ბევრი მოვისმინეთ ამ დღების განმავლობაში, დღეს მთელი დღე რუსული მედია საუბრობს იმაზე, რომ მონტენეგროთი იხურება ნატოს კარები, ეს არის ბოლო ქვეყანა, რომელიც გაწევრიანდა და ასე შემდეგ. იან სტოლტენბერგმა დღეს ცალსახა პასუხი გასცა ყველა ამ კითხვაზე. მან ისაუბრა იმ აუცილებელ და გარდაუვალ პროცესზე, რომელიც ნატოში საქართველოს მიიყვანს. მან ისაუბრა იმაზე, რომ არსებობს პროცესი, არსებობს ლოგიკური გაგრძელებები, ლოგიკური გზა, რომელიც ყველა ქვეყანამ გაიარა და ვარშავაში ის რაც ვერ მოხდა ვარშავაში, აუცილებლად მოხდება შემდეგ სამნიტებზე, ბუქარესტის გადაწყვეტილების შეუქცევადობაზე, ბუქარესტის გადაწყვეტილების უცვლელობაზე აკეთებდა დღეს ყველა აქცენტს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ობამას განცხადებაც, რომელმაც თქვა, რომ რუსეთი არის საფრთხე ევროპისთვის. ეს ყველაზე უფრო მძიმე და მკაცრი განცხადება იყო მისი მხრიდან, რაც კი ჩვენ ამ ხნის განმავლობაში მოგვისმენია და რა თქმა უნდა პრეზიდენტი დუდა, პოლონეთის პრეზიდენტი, რომელიც როგორც ყოველთვის ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა იყო ამ საფრთხეების შეფასების და ასევე საფრთხეებზე ადეკვატური პასუხის გაცემის ნაწილში. ქალბატონო თინა, საქართველოს როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა სამიტის ფარგლებში, რა ფორმატის შეხვედრებში მონაწილეობს და რით არის მნიშვნელოვანი ეს შეხვედრები? ჩვენ მონაწილეობთ რამდენიმე სხვადასხვა ღონისძიებაში, ეს არის პირველ რიგში RSM-ის ფორმატი, ანუ ეს არის კიცამხარდაჭერის მისია, რომელსაც ავღანეთში ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვანხორციელებთ. ეს არის სახელმწიფოს მეთაურების დონეზე ფორმატი, რომელიც ხვალ გაიმართება. მეორე, ეს არის რა თქმა უნდა და ყველაზე მნიშვნელოვანი ექსკლუზიურად ჩვენთვის ნატო-საქართველოს კომისიის ხდომა, რომელიც დღეს გაიმართა და რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების ფორმატში არის და პაპუნა ჯანელიძეს მიყავდა ეს ხდომა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ერთად. და მესამე ფორმატი, ეს არის უკვე თავდაცვის მინისტერიალის ფორმატი, რომელიც იმართება ნატოსთან თავსებადობის გეგმებთან დაკავშირებით და რომელიც პირდაპირ მიმართულია ქვეყნების, მათ შორის პარტნიორი ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისკენ. Interoperability ფორუმი ქვია, პირდაპირ ამ სახელით იმართება ეს ფორმატი. ხვალ ეს არის სამი ძირითადი ღონისძიება, რომელიც აქ ოფიციალურ ფორმატში იმართება, თუმცა ამას გარდა არის უკვე სამი ვახშამი, რომელზეც ჩვენ დავესწრებით ქვეყნის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და ასევე ხვალ დილით არის ლიბერალ-დემოკრატი ლიდერების საუზმე, სადაც მე დაპატიჟებული ვარ ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრის მიერ და მექნება შესაძლებლობა, რომ ევროპის ნატოს წევრი ქვეყნების 4 ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და 5 ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან ერთად ვისაუბროთ ნატოს ძირითად სხდომამდე ყველა იმ გამოწვევებზე, რომელიც წინაშე ჩვენი ქვეყანა არის, იმ საფრთხეებზე, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად თვალებში ვუყურებთ და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც საქართველოს წარმოადგენს ნატოსთვის. ეს არის ძირითადი მონახაზი იმ ჯგუფური შეხვედრების, დიდი შეხვედრების, დიდი ფორმატების, რომელშიც ჩვენ მონაწილეობთ, მაგრამ ამის გარდა, როგორც გითხარით, ძალიან ბევრი ორმხრივი შეხვედრაა. დღეს პაპუნა ჯანელიძე საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან ქონდა შეხვედრა, მე ჩვენს ამერიკელ კოლეგებს ხვდებოდი, ასევე შეხვედრა ქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა რუმინეთის თავდაცვის მინისტრთან და გენშტაბის წარმომადგენლებთან, მივულოცეთ შეხვედრაზე ასევე მონტენეგროს თავდაცვის მინისტრს ნატოში გაწევრიანება და ეს ძალიან დიდი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა მათი მიმართულებით, ქონდა მაკედონიასთან საუბარი, ქონდა შესაძლებლობა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გავსაუბრებოდით. საერთოდ აქ ეს ისეთი ფორმატია, სადაც უამრავი შესაძლებლობა ისაუბრო ყველასთან, ვისთანაც გაქვს კონკრეტული თემები განსახილველი. ხვალ მე პირადად მაქვს შეხვედრა ინგლისის თავდაცვის მინისტრთან, ასევე შევხვდებით
ნორვეგიის თავდაცვის მინისტრს და კიდევ რამოდენიმე პარტნიორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს, რომლებთან ერთადაც გავივლით პოსტ ვარშავას. ეს არის მთავარი. ვარშავა მთავრდება ხვალ და ხვალვე იწყება ვარშავის შემდგომი საქმიანობა ყველა იმ გეგმის განსახორციელებლად, რომელზეც პოლიტიკური გადაწყვეტილებები აქ-ამ სამიტზე იყო მიღებული. გასაგებია, საკმაოდ ხშირად საუბრობთ საქართველოს თავდაცვის უნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე, რომელსაც სამიტის შემდეგ უნდა ველოდოთ. შეგიძლიათ უკვე გვითხრათ, რა იქნება ეს პრაქტიკული მექანიზმები, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო დაცულ სახელმწიფოდ აქცევს. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, მე როგორც გითხარით, პასუხი კითხვაზე როგორ უნდა გაიცეს სამიტის შემდეგ. სწორედ იმ ორხრივ ფორმატებში, რომელიც ჩვენ წინ გვაქვს. მაგრამ რა იქნება ეს, ამაზე დღეს უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია. პირველ რიგში ეს არის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა. თქვენ იცით, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი კონტრაქტი გვაქვს ფრანგებთან, რომელიც განხორციელებაც წლის განმავლობაში აქტიურ ფაზაში იყო და 2017-დან უკვე მოწოდება დაიწყება. ჩვენ მთელი წელი ვითხოვდით ნატოსგან, რომ სწორედ აი ამ კონტრაქტის ფარგლებში და ამ კონტრაქტის გამოისობით საქართველოს მიცემოდა შანსი, რომ ნატოს ერთიან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში მიიღო მონაწილეობა და მისი ნაწილი ყოფილიყო. ჩვენ ამაზე მივიღეთ პასუხი და ჩვენ გავაგრძელებთ დღეს შეხვედრაზეც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთმნიშვნელოვნად ითხოვა, რომ თუ კიდევ არის რამე კონკრეტული, რაშიც შეგვიძლია დახმარება, გითხარით და თქვენს გვერდში ვიდგებით, თუ ანალოგიური იყო თავდაცვის საფრანგეთის საგარეო თავდაცვის მინისტრის შემოთავაზება სულ ერთი კვირის წინ, როდესაც მე მას პარიზში შევხვდი. ამას გარდა ეს მთავარი მონაპოვარი საქართველოსთვის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერების კუთხით ვარშავიდან. თქვენ ასევე მოგეხსენებათ, რომ ყველაზე მთავარი მიღწევა ვარშავის სამიტის ეს არის აღმოსავლეთი ფლანგის გაძლიერება, ის ღონისძიებები, რომელიცაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები ხვალ კომუნიკეში იქნება მიღებული აქ ვარშავაში. აღმოსავლეთის ფლანგი გულისხმობს ბალტიისპირეთს, პოლონეთს, ყველა ამ ქვეყნებს და მათ შორის არის რუმინეთი და ბულგარეთიც. ჩვენი ამოცანა იყო ერთ წლის განმავლობაში დაგვერწმუნებინა ნატო და ჩვენი პარტნიორები, რომ საქართველო იმსახურებს იყოს სრულფასოვანი მონაწილე ამ პროცესის შავ ზღვაზე. თუ კი რაიმე ტიპის უსაფრთხოების ზომები იქნება გატარებული და რაიმე ტიპის უსაფრთხოების ღონისძიებები დაიგეგმება, ჩვენ დღეს მივიღეთ ოფიციალურად უკვე ჩვენი ეს ყველა მთხოვნაზე პასუხი და საქართველო მიწვეულია იმ სტრატეგიულ დიალოგში, რომელიც შავი ზღვის დაცვისთვის, შავ ზღვაზე უსაფრთხოების ბალანსის აღდგენისთვის დაიგეგმება ნატოს მიერ. მე როგორც გითხარით, დღეს რუმინელ კოლეგასთან მქონდა შეხვედრა და მათთან ერთად ვისაუბრეთ უკვე იმაზე, რომ უკვე ოქტომბრის თავდაცვის მინისტერიალისთვის ძალიან ცოტა დროა მანამდე უნდა იყოს კონკრეტული გეგმები და კონკრეტული ღონისძიებები გაწერილი იმისათვის, რომ თავდაცვის მინისტრების ფორმატში მოხდეს მათზე მსჯელობა, მოხდეს შეთანხმება და უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ვარშავამ, პრაქტიკულ განხორციელებაში წავიდეს 2017 წლის დასაწყისიდან. ამას გარდა ჩვენ აქ გვაქვს, როგორც ბევრჯერ ვთქვით ამ ხნის განმავლობაში, ახალი ინიციატივები, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ასევე იმსახურებს აღნიშვნას, არის ის, რომ იცით თქვენ, რომ შარშან ჩვენ გავხსენეთ JTEC-ი, ნატო საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელმაც აპრილში უკვე დაიწყო ძალიან წარმატებულად საქმიანობა. პირველი უკრაინელი სამხედროებმა გაიარეს ერთგვარი სატესტო შემოწმება ქართულმა ასეულებმა უკვე დაიწყეს შემოწმების გავლა. ჩვენ კარგი ხნის განმავლობაში ვითხოვდით, რომ ვარშავა ყოფილიყო ის სამიტი, სადაც მოხდებოდა JTEC-ის სტატუსის გადაწყვეტა და შეგვიძლია ანგარიში ჩაგაბაროთ თქვენ ქართულ საზოგადოებას, რომ პირველად ნატოს ისტორიაში, ნატოს არსებობის ისტორიაში, ნატოს არაწევრ ქვეყანაში გაჩნდა წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელიც ნატოს სისტემის ნაწილი იქნება და რომელიც დაკავშირებული იქნება პირდაპირ ნატოს სტრუქტურასთან. ასეთი რამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, არც ერთ ქვეყანას არასოდეს არ ქონია. ეს არის ზუსტად ის ამბები, რაც ყველაზე მთავართან გვაახლოვებს ჩვენი ქვეყნის უფრო ძლიერ თავდაცვასთან, ჩვენი ქვეყნის უფრო მეტ შესაძლებლობასთან, რომ საკადრისად იყოს, სათანადოდ იყოს აღჭურვილი ყველა იმ შესაძლებლობებით, რაც ხვალდაზე, როდესაც ნატოს წევრები იქნებიან მზად ეს კარი საქართველოსთვისაც გააღონ, გააჩენს შესაძლებლობას, რომ ჩვენ ამაყად შევაბიჯოთ ამ კარებში. გასაგები ეს რაც შეეხებოდა თავდაცვის უნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას, ამას გარდა კიდევ ერთი საკითხი, ამერიკის შეერთებული შტატების სენატი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. იგივე ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ნატოს შესახებ რეზოლუცია უკვე მიიღო, რომელიც ნატოს ვარშავის სამიტს და ასევე ამერიკის მხრიდან ალიანსის შემდგომ მხარდაჭერას ეხება. გარდა ამისა, ვარშავის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში მოქმედმა პოლიტიკურმა ძალებმა ნატოს ინტეგრაციის მხარდამჭერი დოკუმენტიც მიიღეს. რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ვარშავაში ამ ტიპის მხარდაჭერა?
რა თქმა უნდა, ამერიკის პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ სულ 2 დღის წინ მოხდა საქართველოში ხელმოწერა მემორანდუმის საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ამერიკის სახელმწიფო მდივნის მიერ. ეს ნამდვილად ისტორიული ფაქტია, ზუსტად ისეთივე მასშტაბის, როგორც პირველად, როდესაც ღვთისა და აღჭურვილის პროგრამა დაიწყო საქართველოში. იქიდან გამომდინარე, რომ აქცენტი შეცვლილია და საქართველოს ტერიტორიულ თავდაცვაზე კეთდება დღეს აქცენტი ნაცვლად სამშვიდობო მისიებისა, რომელშიც ჩვენ მონაწილეობთ. ეს საკითხი მე დღეს, როგორც გითხარით, ამერიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შევხვდი აქ და აქტიურად განვიხილეთ. ჩვენ უკვე 17 ივლისს დავიწყებთ ამ მემორანდუმის აქტიურ რეალიზებას, როდესაც ჩვენი გუნდი გაემგზავრება ვაშინგტონში და დაიწყებს დაგეგმვას ორხრივ ფორმატში კონკრეტული ღონისძიებების იმისათვის, რომ 1 იანვრიდან დაიწყოს პროგრამამ და შეთანხმებამ მოქმედება. ეს ხელშეკრულება, ეს შეთანხმება, უпростоრად მემორანდუმი მოხდა ასევე იმ ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც ნატო საქართველოს კომისიის ფარგლებში გაკეთდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატები ნატოს წევრი ქვეყანა და ის მზად არის, რომ ორმხრივ ურთიერთობებში მიღწეული პროგრესი და შედეგი სათანადო დაისახოს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზეც და ხელი შეუწყოს ნატო-საქართველოს ურთიერთობების პროგრესირებასაც. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი ასპექტიც აქვს ამ მემორანდუმს გარდა იმ მნიშვნელობისა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობების განვითარებაში ისედაც აქვს მას მიღებული. ამასთანავე ჩვენ საუბრობთ უკვე სწორედ ამ მემორანდუმიდან გამომდინარე, დავიწყოთ უკვე საუბარი ჩვენ სხვა პარტნიორ ქვეყნებთანაც იმისათვის, რომ ერთგვარი პირველი მერცხალის ფუნქცია შეასრულოს ამ მემორანდუმმა და მას მოყვეს ასეთივე ტიპის საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებზე ორიენტირებული მხარდაჭერის პროგრამები პარტნიორი ქვეყნებიდანაც არა მხოლოდ ნატოსგან, როგორც ნატო-საქართველოს ურთიერთობის ფორმატის დადასტურება, არამედ ცალკეული პარტნიორი ქვეყნებისგან. ნახოთ, ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა და იმედი მაქვს, რომ ზუსტად ისე როგორც 1 წლის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვიწყებდით ამ საქმიანობას და ძალიან წარმატებით დავასრულეთ ეს პროცესი, ასეთივე წარმატებული იქნება სხვა პარტნიორებთან. კაპიტანი სინა, ვარშავის სამიტთან მიმართებაში ქართული პოლიტიკური სპექტრის ერთიანობა რამდენად მნიშვნელოვანია? ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ქართული პოლიტიკური სპექტრის ყველა მნიშვნელოვანი ძალა სახელსახად ამ ქვეყნის ისტორიული არჩევანის გვერდში დგას, ამ ისტორიული არჩევანის წარმატებისთვის იღწვის, იბრძვის და მზად არის, რომ საკუთარი წილი გაიღოს. მე ძალიან მწუხარ, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ არ მოაწერა ხელი, თუმცა ეს ნამდვილად ვერ აყენებს ჩრდილს ამ დეკლარაციის მნიშვნელობას. ასევე, წეგან თქვენ მკითხეთ ამერიკის კონგრესის მიერ მიღებულ აქცია და ბუნებრივია, რომ ნებისმიერი ჩვენი მეგობარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი განცხადება მხოლოდ ეხმარება პროცესს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ნებისმიერი გადაწყვეტილება ამერიკაში მიდის კონგრესში ბიუჯეტის დასამტკიცებლად და მხარდაჭერის გასამყარებლად. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ დეკლარაციის შემდეგ ჩვენს მემორანდუმს იმ ნაწილში, რაც საბიუჯეტო პროცესს ეხება უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში, არავითარი წინააღმდეგობა აღარ იქნება. კაპიტანი თინა, ვიცი რომ ძალიან დატვირთული საღამო გაქვთ, მხოლოდ წარმატებებს გისურვებ. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოახლოეს მომავალში უკვე კონკრეტული შედეგებზე სტუდიაში ვისაუბრებთ. გმადლობთ 2030 შეკითხვებს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი პასუხობდა. ახლა რეკლამის შემდეგ ვარშავის სამიტის დეტალებზე საუბარს სხვა სტუმრებთან ერთად განვაგრძობთ. დაგველოდეთ. 2030 პირდაპირ ეთერში ბრუნდება. რასელი საქართველოს ნატო სამიტისგან როგორ შეფასდა სამიტზე საქართველოს მიღწევები ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე ჯიპას პროფესორი ბაკურ კვაშილავა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ელენე გოცაძე უპასუხებენ. ჩვენ შეკითხვებს მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ქალბატონო ელენე, ვარშავა ნატოს სამიტს მასპინძლობს. სამიტის შედეგებზე უფრო ვრცლად ბუნებრივია ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, ანუ მას შემდეგ რაც უკვე კონკრეტული შედეგი დადგება, თუმცა დღეს სამიტის ფარგლებში გაიმართა ნატო საქართველოს კომისიის პირველი სხდომა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, ხომ? რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი შეფასება მაინტერესებს აი ამ ტიპის შეხვედრა, ამ ტიპის ფორმატები საქართველოსთვის? ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ზოგადად საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტის განხორციელების გზაზე და შეგრძნება მაგ და მე ვფიქრობ ძალიან რეალისტური შეგრძნება, რომ ყველა სამიტი ჩვენ გვაახლოვებს ჩვენ საბოლოო წევრობამდე ნატოში. განსაკუთრებით კარგი გარემოებები შეიქმნა საქართველოსთვის ამჟამინდელე ვარშავის მიმდინარე სამიტზე. გულისხმობ იგივე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტ საქართველოში, გულისხმობ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებულ სენატის
დიპლომატის მიერ მიღებულ მხარდაჭერ რეზოლუციას და საქართველოს მართველი პირების მიერ, ხელმძღვანელი პირების მიერ და ასევე პარტიების მიერ ერთობლივ პრაქტიკულად ეს არის ეროვნული კონსენსუსი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამის დეკლარირება და ეს ჩვენ გვიმყარებს ზურგს და გარდა ამისა ჩვენს მხარდაჭერებს ნატოში და ესეთი არის ძალიან ბევრი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ პრაქტიკულად 28 ქვეყანა უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას მათაც აძლევს საშუალებას რომ საქართველოს წინსვლაზე და წარმატებაზე უფრო თამამად თან გადაცემის მსვლელობისას ვისაუბროთ ბატონო ბაკურა ვარშავის სამიტზე გაკეთა განცხადებები რომ ალიანსი შეინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას რომ ღია კარი ღიად რჩება საქართველოსთვის და ასე შემდეგ თუმცა კონკრეტული თარიღი ანუ კონკრეტული დრო კონკრეტული ვადა საქართველოსთან მიმართებაში არ სახელდება თქვენი მოლოდინი როგორია მოლოდინი თარიღებთან დაკავშირებით? თარიღთან დაკავშირებით, ვარშავის სამიტთან დაკავშირებით. ვარშავის სამიტთან დაკავშირებით მთავარი იყო, რა თქმა უნდა, ის რომ ის ძველი პირობა, რომელიც ნატომ დადო საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით შენარჩუნდა, ეს დღის დასაწყისშივე განაცხადა იენ სტოლტენბერგმა ერთ-ერთ შეკითხვაზე და მან თქვა, რომ საქართველოს არის ისეთი ქვეყანა, გამოყო სხვათა შორის საქართველოს უკრაინისგან და თქვა, რომ ეს არის აპლიკანტი ქვეყანა, ანუ კანდიდატი ქვეყანა, რომელმაც გააკეთა განცხადება და ნატოს კარი ღია დარჩება მუდამ, იმიტომ რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობას, მშვიდობის უზრუნველყოფას და ესე იგი საფრთხისგან თავისუფალი სამყაროს შექმნას. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია რომ ნატოს კარი დაიხუროს ესეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის თქვა საქართველოს ამ შემთხვევაში და ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ ის რაც 2008 წელს იქნა მიღებული, მუდმივად ასე ვთქვათ, მეორდება და რჩება ასე ვთქვათ დღის წესრიგში, იმიტომ თავისუფლად შეიძლებოდა ეს დღის წესრიგიდან მოხსნილიყო. ხომ ისე როგორც აი ახლა ჩვენ საუბრობდით იმ თემაზე რომ სამწუხაროდ ისე ხშირად აღარ მოიხსენიება 2008 წლის რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ იგივე დასავლელი პარტნიორების მიერ და სწორედ იენ სტოლტენბერგის მიერ მაგრამ ეს ფაქტი რომ საქართველოს გაწევრიანდება აუცილებლად ნატოში ეს ყოველთვის რჩება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია აი ამიტომ აქვს ამას ეს მნიშვნელობა და მე ვთვლი რომ პრაქტიკულად საქართველოს როგორც ჩანს ახლა ეს შეურაღებელი თვალით ალბათ ქალბატონმა ელენემ უკეთიცის ეს უკეთ არის ჩახედული ამ საკითხში. შეურაღებელი თვალით ჩანს, რომ საქართველოს პრაქტიკულად ყველა ინსტრუმენტი უკვე გააჩნია, რამდენიმე წელია, რომელიც საშუალებას მისცემდა ნატოს რომ მოეხდინა სრული ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ნატოს ფარგლებში, მაგრამ როგორც ჩანს, ამისთვის ჯერჯერობით არ არსებობს პოლიტიკური კონტექსტი. პოლიტიკური კონტექსტი ალბათ, ანუ ძნელია 29 ქვეყანა უკვე 29 ქვეყანა, რომელიც იქნება ხვალიდან, შეთანხმდეს იმაზე თუ რა არის ოპტიმალური სტრატეგია ნატოს განვითარებისთვის, იქ არსებული ქვეყნების უსაფრთხოების დაცვისთვის. არის ეს ასეთი, ვთქვათ, უფრო გადამჭრელი ზომების მიღება, როგორც არის საქართველოს უცებ გაწევრიანება, მოლოდინად თუ არის ისეთი რამ, რომ საქართველოს თავდაცვის უნარიანობა აღამაღლო, პრაქტიკულად ხელი შეუწყო მის ინტეგრაციას ნატოში და კარგი პოლიტიკური სიტუაციის დადგომის შემდეგ, როდესაც შეიცვლება რუსეთში სიტუაცია ოდნავ მაინც უკეთესობისკენ, მე უკვე მოახდინო ამ ქვეყნების უმტკივნეულო ინტეგრაცია. შესაძლოა აი ამაზე ალბათ სწორედ ამაზე მიმდინარეობს დავა, იმიტომ რომ ეჭვი არ არის, აი ხა დღევანდელი სამიტის, ხო, ბრუსელად ეხლანდელი სამიტის ძირითადი თემა სწორედ ის არის, რომ უზრუნველყოს ახალი წევრების უსაფრთხოების დაცვა, იმიტომ რომ ამ მიმართებითაც ჯერ კიდევ არსებობს კითხვები ნატოსთან მიმართებაში, რომ შეძლებს თუ არა ნატო რეალურად დაიცვას და უზრუნველყოს ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოება. თუ შეიძლება დავამატებ, რომ კონტექსტი რაც მიყვებოდა ზოგადად დღეს განცხადებები, რომელიც გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა და ნატოს წევრი ქვეყნების პირველმა პირებმა, აშკარად იყო საუბარი იმაზე, რომ ის თავდაცვის შესაძლებლობების ის გაძლიერება, რომელიც დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს, ეს არის პრაქტიკულად უპრეცედენტო გაძლიერება, გამოწვეულია სწორედ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო. ეს არ არის ამასთან არაერთხელ უკრაინასთან მიმართებაშიც, მაგრამ არაერთხელ გაესვა ხაზი, რომ აი ეს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება, რაზეც ახლა მიმდინარეობს საუბარი და პრაქტიკულად უკვე ხელი მოეწერა და პრაქტიკულად განხორციელდება და ჩვენ ვნახავთ ამას ძალიან მალე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაძლიერებას, თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას სხვადასხვა საშუალებებით, რაც რუსეთს არ აწყობს და რა თქმა უნდა ეს ღიზიანდება, მაგრამ ეს არის რეაქცია რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე და არა თავად ნატოს მიერ ინიცირებული ნაბიჯები. თქვენ თავად ამბობთ, რომ რუსეთს ეს არ აწყობს, ანუ პროცესი არ არის მისთვის სასურველი და იწვევს მის აგრესიას. ხომ არ უნდა ველოდოთ იგივე საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის მორიგ აგრესიას?
აი ამ ყველაფრის, აი ამ პროცესის საფასურით. რასაკვირველია, შესაძლებელი არის ეს იმის და მიუხედავად ნატო გადადგამს თუ არა თამამ ნაბიჯებს აღმოსავლეთისკენ, თუ არ გადადგამს, ამას მე ვფიქრობ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს კონტექსტში. რუსეთს აქვს თავისი დღის წესრიგი საქართველოსთან მიმართებაში, ისევე როგორც საქართველოს უნდა ჰქონდეს მისი ძალიან მკაცრად გამოხატული დღის წესრიგი მის მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით. ვინაიდან ჩვენ ავირჩიეთ ეს გზა არის რთული გზა, საფრთხეებით სავსე გზა და ამ გზაზე ჩვენ გვმართებს ძალიან რაციონალური ჭკვიანური ნაბიჯების გადადგმა. საფრთხეები დღესაც არის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნატოს წევრები დღეს არა ვართ. საფრთხეები იყო გუშინაც და საფრთხეები იქნება ხვალაც. თავარი არის ის, რომ ჩვენი უსაფრთხოების სისტემა შეიქმნას ეს უსაფრთხოების სისტემა. მე მაინც ვიტყვი კიდევ უფრო შორსწავა, რომ სისტემა არ არის ჯერ მყარად შექმნილი, არის მყიფე. თავარი არის ეს უსაფრთხოების სისტემა შეიქმნას, უპასუხოს ამ სისტემამ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებს და ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი იქ, სადაც ვართ. და ჩვენ ვეცადოთ, რომ ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ მაქსიმალურად, ეს იქნება ალიანსთან ურთიერთობა, ეს იქნება მის წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობები, იმისათვის, რომ ჩვენი თავდაცვის უნარიანობა გავაძლიეროთ. რაც შეეხება იმ კითხვას თუ პერსპექტივა რა შეიძლება იყოს, მე ცოტა თამამად შორს წავიდოდი და ვინაიდან წინ არჩევნები გვაქვს და აბსოლუტურად ყველანაირი წინაპირობა არსებობს, რომ არჩევნებმა ჩაიაროს ძალიან მშვიდად, დემოკრატიულად, ისე როგორც ვთქვათ, ნატოში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას სურს და ევროკავშირის ასოცირებულ ქვეყანას სურს. აი ამ ყველაფრის შემდგომ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ახალი პრეზიდენტი მოვა ხელისუფლებაში, ჩვენთვის მე ვფიქრობ, რომ ახალი რეალობა და ახალი შესაძლებლობა გაიხსნება. ასე რომ მე არ ვიტყვი, რომ მოვალ 2 წელიწადში, როდესაც მომავალი სამიტი გაიმართება, მაგრამ 2-დან 4 წლამდე თუ ეს გარემოებები შენარჩუნდება და ჩვენ დემოკრატიული პროცესების განვითარება იქნება შეუქცევადი, საქართველოსთვის პოლიტიკური გარემოებები მოწესრიგება. როგორ განვითარდება მოვლენები, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენთვის ასარგებლოთ. ბატონო ბაკურ, რუსეთის როლზე საუბრობდით, პროცესში რუსეთის როლზე საუბარი იგივე შავ ზღვაზე ნატოს გაძლიერების შესახებ. რას ნიშნავს ეს? ნიშნავს საქართველოსთვის უსაფრთხოების გაძლიერებას თუ ნიშნავს საქართველოსთვის მორიგ საფრთხეს? თქვენ როგორ ფიქრობთ? საქართველოს დიდი ხანია გაკეთებული აქ არჩევანი მის პოლიტიკურ ელიტას და ხალხს. ეს არის პრინციპში ერთ-ერთი გამონაკლისი ქვეყანა ალბათ პოსტსაბჭოთა სივრცეში გარდა ბალტიისპირეთისა, სადაც დაახლოებით 65% უჭერს ესე თანმიმდევრულად მხარს ნატოში გაწევრიანებას და პოლიტიკური ელიტის განწყობა კიდევ დღესაც გამოჩნდა პრაქტიკულად მარგინალების გარდა. ყველა მხარი დაუჭირა აი ვინც არ მოაწერა ხელი. ხო, ალბათ. შეიძლება თუმცა არ მოაწერეს ხელი, ესეც არის, იმიტომ რომ ნამდვილად მარგინალურია ის აზრი, როგორც გამოკითხვებით, ასევე პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლობით, რომელიც თulis რომ ნატო საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. საქართველოსთვის საფრთხეს ვინ წარმოადგენს, ეს ნათელია იმით თუ ვის მიერ არის ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული და 90-იანი წლებიდან ბოდიში რომ გაწყვეტენ მრეწველების არგუმენტი არ ყოფილა მსგავსი, მათ განაცხადეს რომ ნაციონალურ მოძრაობასთან კონფლიქტში არ შევლენ. შეიძლება ფორმალობადაც ჩაითვალოს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მათი პოზიცია ნატოსთან მიმართებაში ცნობილია და ოფიციალური პასუხი ასეთი იყო, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან კოაბიტაციაში არ შევლენ. დიახ, გასაგებია, ხო, თუმცა ქართული ოცნება თუ შევიდა ასე ვთქვათ, და ხელი მოაწერა ამ დეკლარაციას, ალბათ მრეწველებსაც შეეძლოთ ამის გაკეთება. რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია, იმიტომ რომ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ქართული პოლიტიკური ელიტა და ისევე როგორც ხალხი არის ერთიანი და თulis რომ საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა არის რუსეთი. რა თქმა უნდა, ეს არის გზა, რომელიც დაკავშირებულია თავგანწირვასთან, ბრძოლასთან. აი ეხანდელი სამიტიც, აი როგორც წინათ წეგან ვახსენე, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ამ სამიტის არის ის, რომ დაარწმუნოს ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომ ნატო მათ დაიცავს, იმიტომ რომ არ არის დასამალი, რომ დასავლეთის ექსპერტები, რომლებიც აი ამ სფეროს იკვლევენ, სხვა პოლიტიკური კომენტატორები, თვლიან, რომ ამ წუთში ნატოს არ შეუძლია შეაჩეროს რუსეთის მიერ ამ ქვეყნების ანექსია უხეში ძალის გამოყენებით. ნატოს არ შეუძლია შეაჩეროს რუსეთის მიერ ამ ქვეყნების ანექსია. სწორედ ამის გათვალისწინებით მაინტერესებს. მუდმივად, როდესაც თქვა საქართველოს ხელისუფლება და ქართული ხალხი აკეთებდა კონკრეტულ არჩევანს დასავლეთთან მიმართებაში, ჩრდილოეთის მხრიდან მოდიოდა კონკრეტული განცხადებები და ამ განცხადებების შემდეგ მოყვებოდა ქმედებები.
უნდა ველოდოთ თქვათ ვითარების მსგავს აი ამ სცენარით განვითარებას არა ამ შემთხვევაში არა ალბათ არ უნდა ველოდოთ ძაფხულია ეს ძალიან საშიშია არ მგონია რომ ასეთ რამეს უნდა ველოდოთ იმიტომ რომ რუსეთს უფრო რთული პრობლემები აქვს ამ წუთში გადასაწყვეტი უკვე მიმდინარე ომი უკრაინაში რომელიც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია რუსეთისთვის ამ წუთში ასე რომ ახალი ცხელი წერტილის შექმნა რუსეთს თუ ეს ძვირი დაუჯდება და ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი რომ ძვირი დაუჯდეს ანუ არ უნდა შევქმნათ ისეთი პირობები თუნდაც წინა საარჩევნო პერიოდში და ასე შემდეგ რომ მიეცეს რუსეთს იაფად დაძაბოს საქართველოში სიტუაცია ხოლო ძვირად ამის გამკეთებელი ამ წუთში რუსეთი ნამდვილად არ არის იმიტომ რომ მას აქვს უკრაინა მას აქვს სირია და მას აქვს საკმაოდ გართულებული ეკონომიკური მდგომარეობაც აქედან გამომდინარე ნაკლებ მოსაოდნელია რომ რუსეთი ექსტრა ძალისხმევას დახარჯავს საქართველოში დესტაბილიზაციაზე მაგრამ თუ კი შესაძლებლობა მიეცემა რა თქმა უნდა ამას გამოიყენებს ამიტომ მე ვთვლი რომ ამ ეტაპზე მაინც ჯერჯერობით ყველაფერი ჩვენს ხელშია გასაგებია, მოდით გადავიდეთ ნატო სამიტის სასიამოვნო ნაწილზე. ნაწილობრივ თქვენ ქალბატონო ელენა უკვე ისაუბრეთ, იგივე ვთქვათ, აი ამ დოკუმენტზე, რომელიც ქართულმა პოლიტიკურმა ძალებმა შეიმუშავეს დეკლარაცია, რომელიც გაიგზავნა და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიმართვა თუ შეიძლება ასე ვთქვას, მოწოდება, რომ საქართველოს დაუჭიროს ალიანსმა მხარი აი ამ პროცესში. რამდენად მნიშვნელოვანია აი ამ პროცესში მსგავსი მხარდაჭერა? მე უკვე აღნიშნე რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცალსახად ერთის მხრივ ჩვენს დელეგაციას უმყარებს ის პოზიციებს და მეორეს მხრივ ჩვენს პარტნიორებს ჩვენს მომხრე და მეგობარ ქვეყნებს აძლევს მეტ არგუმენტს იმისათვის რომ საქართველოს საკითხი უფრო აქტიურად დასვან და უფრო მეტად მყარად დაუჭირონ მხარი საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას ეს ცალსახა არის რასაკვირველია ყველა ესეთი განცხადება ქვეყნის შიგნიდან და მეგობარი ქვეყნიდან რა თქმა უნდა მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მდგომარეობას და ჩვენს პოზიციებს. მაგრამ მე მინდა უფრო განვმარტო თქვენ პირველ კითხვაში დასვით საკითხი ასე რომ საქართველოს ნატოს კომისიის შეხვედრა პირველად გაიმართა და ეს არაერთხელ ითქვა დღეს და ვფიქრობ ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ ნატო საქართველოს კომისია რამდენჯერმე გაიმართა, შეიძლება უკვე 10-ზე მეტი არის და ალბათ არის. სამიტის ფარგლებში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სამიტი გაიხსნა დღეს და ორი დღე მიმდინარეობს საერთოდ. თუ ჩვენ გადავხედავთ პროგრამას, ოფიციალური გახსნის შემდგომ მაშინვე მოდის ნატო საქართველოს კომისიის ხდომა და ეს არის პირველად. ეს არის რა თქმა უნდა დეკლარირება იმისა, რომ საქართველოს საკითხი არის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტი ნატოს დღის წესრიგისათვის უკვე და არა მხოლოდ საქართველოს დღის წესრიგისათვის. ეს ამის მანიშნებელია მხოლოდ და მხოლოდ. კიდევ ერთი ჩვენ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ ნატო საქართველოს კომისიის დეკლარაციაზე, რომელიც გამოქვეყნდა და იქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი. ჩვენ ამაზე უფრო მეც ვიმსჯელებთ ალბათ მომავალ დღეებში, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია ორი ასპექტი იმასთან ერთად რომ კიდევ ერთხელ ხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, დამოუკიდებლობის მხარდაჭერა, დემოკრატიული პროცესების აღიარება და ასე შემდეგ და მთავარი არის ის რომ იქ წერია ცხადად, ნათლად წერია რომ საქართველოს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტთან ერთად უნდა ჩაერთოს ნატოს თავდაცვითი ინსტრუმენტებში, რაც ჩვენთვის დამატებითი შესაძლებლობები არის უკვე რომ თავდაცვის უნარიანობა გავზარდოთ. გარდა ამისა ეგ წერია რომ შემოდგომაზე, მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველოში ჩამოვა ჩრდილოატლანტიკური საბჭო, ეს იქნება რიგით მეოთხე ჩამოსვლა და ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოცხადება ქვეყნისათვის, იმიტომ რომ ეს არის გადაწყვეტილების მიღები ორგანო ნატოში და შემოდგომაზე მისი ჩამოსვლა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ზონის მატარებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისათვის. ზოგადად იმიტომ ამბობ რომ ცოტა გაცხადდა პერსპექტივა თუ პროცესები ასე განვითარდება და მე იმედი მაქვს რომ დემოკრატიულად განვითარდება არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და ძალიან მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩვენ კიდევ ერთხელ მოვიწონებთ თავს ამის იმედი მაქვს ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელმძღვანელობა გააგრძელებს აი ამ დაგეგმილ პროცესს რომელიც ახლა მიმდინარეობს მონტენეგრო 29 წევრი ხდება ამ სამიტზე სტოლტენბერგმა ძალიან მკაცრად თქვა რომ საქართველოს არის ნატოს გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა და ეს ყველაფერი მთლიანობაში ქმნის იმ გარემოებებს, რაცაც ჩვენ ამდენი ხანია ველოდებით, რომ მივიღოთ ნატოში პოლიტიკური კონსენსუსი. ეს არის პროცესი და მთავარია, რომ საქართველოს მისი საზოგადოება, მოსახლეობა
იმიტომ რომ ეს არის საზოგადოების არჩევანი და ამაზე დგას პრაქტიკულად ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ამით ვიწონებთ თავს იმასთან ერთად, რომ ჩვენი სამხედროების მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში არის ძალიან წარმატებული, ეს ორი ძლიერი კომპონენტი გვიკავია ხელში. აი ყველაფერი ეს განაპირობებს იმას, რომ საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანება იქნება უკვე არა ვთქვათ ხანგრძლივი პერსპექტივის საკითხი, არამედ შეგვიძლია ვივარაუდოთ 2-4 წლის პერსპექტივაში, ვინაიდან ჩვენ უკვე ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გვაქვს. 2-4 წელი ჩვენ მაინც ვადაზე და მაინც თარიღზე ვაკეთებთ ფოკუსირებას, ბუნებრივია ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბატონო ბაკურ. იგივე ვთქვათ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმი, ჯონ კერის ვიზიტი ნატოს სამიტამდე 2 დღით ადრე. მოდით პირდაპირ მითხრათ, რის იმედი შეიძლება გქონდეს და რა შეიძლება ეს ყველაფერი გულისხმობდეს, ანუ რამდენად ახლოს არის ეს პერსპექტივა და რამდენად ხელშესახები შეიძლება უახლოეს მომავალში აღმოჩნდეს ნატოს ღიავკარი. მე ვიტყოდი რომ აი ჯონ კერის ვიზიტი ესე პირდაპირაც არ არის დაკავშირებული ჩემი აზრით ნატოს სამიტთან, იმიტომ რომ ეს არის დაკავშირებული ზოგადად ამერიკის მიერ საქართველოს მხარდაჭერასთან განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომელიც არის თქვათ ევროკავშირში გაწევრიანება, თვითონ ამ ორგანიზაციას გარკვეული საფრთხე შეექმნა დიდი ბრიტანეთში რეფერენდუმის შედეგად. ამის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო მობილიზება უკვე არსებული წევრების, როგორც ევროკავშირის, ასევე ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების და იმის დარწმუნება, რომ დასავლეთი არის კვლავ ერთიანი, არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ბრიტანეთი ვთქვათ გადის ევროკავშირიდან, ამის მიუხედავად ის რჩება ნატოში და აი პირველი განცხადებები, რომელიც ობამამ გააკეთა, ჯერ კიდევ პარასკევს აი ამ სამიტის პარასკევს ანუ დღეს სამიტის დაწყების დროს ეძღვნებოდა სწორედ იმას, რომ დაემშვიდებიდა ევროპა და ევროკავშირისადმი სիմპათიით განწყობილი საერთაშორისო თანასაზოგადოება, რომ ნატო რჩება ძლიერი, ნატოში რჩება რა თქმა უნდა დიდი ბრიტანეთი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ არის მეორე ქვეყანა თავისი ასე ვთქვათ სამხედრო კონტრიბუციით და რომ ამ ერთობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება მიუხედავად აი ესეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისა, რომელიც რამდენიმე ერთი კვირის წინ 2 კვირის წინ მოხდა ბრიტანეთში. ამიტომ აი ჯონ კერის ვიზიტი საქართველოში, უკრაინაში სწორედ ნატოს სამიტის წინ მიუთითებდა იმაზე და ეს მემორანდუმი, რა თქმა უნდა, რომელიც გაფორმდა, მიუთითებდა იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო, უკრაინა, ანუ ის ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებას, ისეთ სივრცეში, სადაც ამის გაკეთება ძალიან ძნელია და ძალიან დიდი საშუალება არსებობს იმისა, რომ ჩვენ განვითარდეთ კორუფციის გზით, დიქტატურის გზით და ჩვენ ჩრდილოელი მეზობელი იქნება მხოლოდ ბედნიერი, თუ ესეთ რაღაცას გავაკეთებთ. რისი საშუალებაც მაგალითად არ აქვს მონტენეგროს, რომელიც მიიღეს. მონტენეგროს ძალიან გაუჭირდება გახდეს კორუმპირებული ისეთ გარემოცვაში. ჩვენ კი ამის უამრავი შესაძლებლობა გვაქვს და ამის მიუხედავად, ვინაიდან ამას ვახერხებთ, აი ამაში მხარდაჭერა გამოგვიცხადა ჩვენ პრაქტიკულად ჯონ კერიმ და ასევე ალბათ მიგვანიშნა იმაზეც, რომ აი ეს არჩევნები სწორედ ის უნდა ჩავატაროთ, როგორც საჭირო. როგორც გვეკადრეთ. თუ შეიძლება მემორანდუმზე დავამატებ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, დიახ და ეს ზუსტად ეს საქართველო-ამერიკას სტრატეგიულ პარტნიორობის ფორმატში ჯდება. ეს მემორანდუმი ყურადღებას ამახვილებს საქართველოსთვის ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საერთოდ ახალ ფაზაზე და ახალ მოდულებზე გვაქვს საუბარი და მეორე იარაღის შესყიდვის საშუალება გვეძლევა. მემორანდუმი, რა თქმა უნდა, განცხადებებია და ეს კონკრეტული ხელშეკრულებები ჯერჯერობით არ არის, მაგრამ ეს არის კარგი საფუძველი იმისათვის, რომ მომავალში ჩვენმა დიპლომატიურმა ხელმძღვანელობამ ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. 20-30-ის შეკითხვებს ელენე გოცაძე და ბაკურ კვაშელავა პასუხობდნენ. ახლა რეკლამის შემდეგ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე 20-30-ში დაგველოდეთ. 20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება, რაც გულისხმობს ნატოს წევრი ქვეყნების მიმართ საპარლამენტო პარტიების მიერ შემუშავებული ერთობლივი დეკლარაცია, რა პოლიტიკური დატვირთვა აქვს ვარშავის სამიტის წინ დეკლარაციის შედგენას და რა შედეგზეა გათვლილი ორიენტირებული დოკუმენტი. 20-30 შეკითხვებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უპასუხებს. ქალბატონო ეკა, მოგესალმებით, მადლობთ რომ დაგვითმეთ დრო. ქალბატონო ეკა, ვარშავის სამიტი მიმდინარეობს და საქართველოს ხელისუფლება ელოდება, თქო, გარკვეულ პოლიტიკურ გზავნილებს ვარშავიდან. საინტერესოა თქვენი რეალისტური მოლოდინი როგორია ამ სამიტთან მიმართებაში? დიახ, თქვენ ზუსტად ახსენეთ, რომ ჩვენი მოლოდინი უნდა იყოს რეალისტური. და ყველა ის წინა სამუშაო პროცესი, რომელიც უძღოდა ვარშავის სამიტს,
სწორედ ემყარება ამ ჩვენს მოლოდინებს და მე ვფიქრობ, იყო ძალიან კარგი პოზიცია და გზავნილი, როდესაც ერთიანი დოკუმენტით წარდგა ჩვენი ქვეყანა. წარმოადგინა დელეგაცია პრეზიდენტმა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის ერთი საერთო მიმართვა. მიმართვა, რომელსაც ხელს აწერს პირველ რიგში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის ხელმძღვანელი და ძირითადი საპარლამენტო ჯგუფები, პარტიები, ჩვენი ყოფილი პარტნიორები და აი ამ პოზიციაში ჩანს, რომ ჩვენ გვაქვს ერთიანი ხედვა და სტრატეგია საგარეო კურსთან დაკავშირებით. ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ ქვეყანამ ერთი ნაბიჯით გადაინაცვლოს უკეთეს პოზიციაზე ევროატლანტიკურ სივრცეში, სწრაფი ინტეგრაციის პროცესში და ეს ნიშნავს იმას, რომ გჭირდება მეტი უსაფრთხოება, მეტი გარანტიები, მეტად მჭიდრო ურთიერთობა ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან და ახალი შემოთავაზება, ის ახალი პაკეტი, რომელიც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ სივრცეს და ეს ნაბიჯი ქვეყნისთვის იყოს პირველ რიგში უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტია. ქალბატონიკა, თქვენ ახსენეთ ერთიანი დოკუმენტი, რომელიც ქართულმა დელეგაციამ წარადგინა, ქართული პოლიტიკური სპექტრის ერთიანობა შედგა ვარშავის სამიტთან და ნატოსთან მიმართებაში, თუმცა ამ ერთიან დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს მრეწველებმა, ხომ? იგივე ბაკურ კვაშილავა მაგალითად მრეწველებს ამ კონტექსტში და ზოგადად პარტიებს, იმ პარტიებს, რომლებმაც ამ დოკუმენტს არ მოაწერეს ხელი, მათ უწოდა მარგინალები. რა იყო მიზეზი? მათი უარის მიზეზი რა გახდა? ის ძირითადი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ხელს აწერენ დოკუმენტს და მე მაინც მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ქვეყნის პირველი პირიდან დაწყებული, გულისხმობ პრემიერ-მინისტრს და შემდეგ ბუნებრივია პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტი და პარტიები, რომლებიც ხელს აწერენ, მათ შორის იმ პარტიებს შორის, ვინც არიან ხელმომწერები და პირველ რიგში გულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას, ეხლა ჩვენ ძალიან ფუნდამენტური განსხვავება გვაქვს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებზე და ვერასოდეს ერთ პოზიციაზე ვერ დავდგებით, მაგრამ დემონსტრირება იმისა, რომ საგარეო ვექტორთან და კურსთან დაკავშირებით არა გვაქვს განსხვავებული ხედვა, როგორი უნდა იყოს ქვეყნის საგარეო ორიენტირი, ეს არის სწორედ ამ დოკუმენტის, ესე ვთქვათ, მთავარი გზავნილი და სულისკვეთება. ვინც ხელს არ აწერს ამ დოკუმენტს, იმ პარტიებთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ უბრალოდ ისინი განსხვავებულად ხედავენ ალბათ ამ პროცესს და მათი, ესე ვთქვათ, პოლიტიკური სტრატეგია შეიძლება ზუსტად ვერ ასახავს ამ დოკუმენტს. ასე რომ მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ხელი მოეწერათ თუ ასეთ სურვილი ექნებოდათ, მაგრამ განსხვავებული პოზიცია აქვთ და კონდეს ეს პოზიცია ამ პოლიტიკურ ძალებს, მე მგონი არც ეგ არ არის პრობლემა, თუმცა მთავარი იყო ჩვენ დემონსტრება მოგვეხდინა იმისა, რომ აქ რაიმე ტიპის манипуляცია და კითხვები არ უნდა გაჩნდეს და არ უნდა მივცეთ არავის იმის საშუალება, რომ ამ თემაზე გააგრძელოს სპეკულაცია, რასაც სამწუხაროდ ჩვენ ხშირად ვისმენთ ხოლმე სხვადასხვა პარტიების მხრიდან. აი ამ ტიპის მხარდაჭერებს, იგივე თქვათ ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს მზარდი ტერორიზმის საფრთხის ფონზე, როდესაც ზოგადად არაცეთი ქვეყანა არ არის დაცული არანაირი საფრთხეებისგან. საქართველოს კიდევ სხვა ტიპის პრობლემა აქვს, შეიძლება ჩვენთან ეს ნაკლებად იგრძნობა ვიდრე სხვა, ვთქვათ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და მეგობარ ქვეყნებში, მაგრამ ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ვითარება და მდგომარეობა სტრატეგიული თვალსაზრისით, რომელიც ეხება რეგიონში არსებულ პრობლემებს, ხო? ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, ბუნებრივია არის გამოწვევები, არის უსაფრთხოების საკითხები. სტრატეგიული პარტნიორობის ძალიან მჭიდრო, ესე ვთქვათ, თანამშრომლობის გარეშე ძალიან რთულია დავინახოთ მარტო და დამოუკიდებლად ამ გამოწვევების წინაშე მდგომი საქართველო. ამიტომ მგონია, რომ ასეთი სიმყარე, რომელსაც იძლევა ევროატლანტიკური სივრცე და უსაფრთხოების ის მაღალი გარანტიები, რომელიც ქვეყანას ძალიან ჭირდება, როდესაც რეგიონში არის პრობლემები, როდესაც არის მუდმივი საფრთხეები, როდესაც ქვეყანას ჭირდება უფრო მეტად იფიქროს თავდაცვით და უსაფრთხოების სისტემებზე. ასეთი პარტნიორობა არის ბუნებრივია მეტი გარანტიები ჩვენი მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების და დაცულობის თვალსაზრისით. ამიტომაც გვაქვს ჩვენ ესეთი ესე ვთქვათ, ერთიანი ხედვა და სწრაფვა, რომ ქვეყანა არ ყოფნოდეს ამ გზაზე. გასაგებია, ქალბატონიკა, თქვენ იყოფებდით ბრიტანეთში პარლამენტში გამართეთ პრეზენტაცია, ხომ? თუ შეგიძლიათ გითხრათ, რას გულისხმობდა, რას ეხებოდა ეს პრეზენტაცია? მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ესეთ პოზიტივზე და ძალიან მნიშვნელოვან წარმატებებზე
მეტი ინფორმაცია გქონდეს ჩვენს მოქალაქეებს და მადლობა იმისთვის, რომ ეს საკითხი ამ საკითხზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების კუთხით, როდესაც საქართველოს უკვე ასახელებენ როგორც საუკეთესო მაგალითს სწრაფი რეფორმების განხორციელების კუთხით, ეს არის უდიდესი მიღწევა, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ აკეთებენ პარალელს ჩვენი ბრიტანელი კოლეგები და ბრიტანეთი იცით თქვენ არის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი დემოკრატიის და ადამიანის უფლებების კუთხით და როდესაც ბრიტანეთის პარლამენტში მოგვეცა შესაძლებლობა რომ კომიტეს პრეზენტაცია გაეკეთებინა და მე მქონდა შესაძლებლობა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში წარმომედგინა ის ახალი ტენდენციები და სიახლეები, რომელიც ჩვენ დავნერგეთ ბოლო წლებში ადამიანის უფლებების კუთხით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სივრცე, პოლიტიკური სივრცე. რას გვაძლევს? მაგალითად ეს პრეზენტაცია საქართველოს რას აწევს? გარდა იმისა, რომ აი ამ ფორუმზე ბრიტანელი კოლეგების, დიპლომატების, პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა იმყოფებოდნენ რამდენიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც, რომლებიც ისმენდნენ საქართველოს როგორც წარმატებული ქვეყნის მოდელზე ინფორმაციებს. აი ასეთი აღიარების პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაციები ცილდება, ვთქვათ, თუნდაც ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ფარგლებს. აი სულ ცოტა ხნის წინ ეს იყო 22 თქვენ აშუქებდით ამ ინფორმაციასაც და ესე ძალიან მნიშვნელოვანია 22 ივნისს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე ასევე დასახელდა საქართველოს როგორც ადამიანის უფლებების რეფორმის განხორციელების კუთხით საუკეთესო მოდელი რეგიონში და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის ითქვა, რომ ეს არის ლიდერი ქვეყანა და დასახელდა ეს ბოლო ცვლილებები, რომელიც საქართველოს პარლამენტში ჩვენ განვახორციელებთ. მათ შორის ეს ეხება ადამიანის უფლებების კუთხით რეფორმებს, სამოქმედო გეგმას და სტრატეგიას, რომელიც არის 7 წლიანი და ეს არის საუკეთესო ხედვა ქვეყანა როგორ უყურებს ადამიანის უფლებების სტანდარტს, ეს ეხება კანონმდებლობის რეფორმას, ლიბერალურ მიდგომას და ჰუმანურ მიდგომას საკანონმდებლო პროცესში, ეს ეხება მათ შორის საერთაშორისო კუთხით, რაც ძალიან აინტერესებს ჩვენს პარტნიორებს, გაეროს საზედამხედველო ანგარიშების მოსმენის და ანგარიშების წარდგენის ახალ სტანდარტს, სადაც პარლამენტი მთავრობასთან ერთად ერთვება და ეს არასოდეს არ გაკეთებულა პარლამენტში. პირველად მოხდა ამ ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში და პირველად დაიწყო ჩვენი ხელისუფლების დროს პარლამენტმა და მთავრობამ ერთობლივად ამაზე მუშაობა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებზე საპარლამენტო კონტროლი. ეს არის ასევე პირველი ცვლილება, რომელიც აქამდე არ ყოფილა და ეს აჩვენებს იმას, რომ საქართველოს როგორც ევროპული ოჯახის წევრი ქვეყანა იღებს სწორედ იმ სტანდარტს რაც აქვს საუკეთესო დემოკრატიის ქვეყნებს, მაგალითად დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს და შვედებს აქვთ ესეთი კარგი მოდელი. ასეთი მაგალითები არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ იმიტომ რომ ყველაზე მეტი პრობლემა სად გქონდა ჩვენ ადამიანის უფლებებში და ადამიანის უფლებებში სწორედ ყველაზე მეტად გვიჭირდა და ყველაზე მეტად ჩვენი მოქალაქეები წუხდნენ ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების გამო. ამიტომ აჩვენეთ რომ შეგვიძლია შევცვალოთ და კითხვა დაისვა, რა იყო ამ წარმატების საიდუმლო, როგორ მოახერხა ქვეყანამ რომ 4 წლის თავზე ის სახელდება რეგიონში, არა მარტო რეგიონში ლიდერ ქვეყანად, არამედ ევროპულ ქვეყნებს შორის მას აქვს ერთ-ერთი საუკეთესო საკანონმდებლო ბაზა, აქვს საუკეთესო რეფორმები, რომელმაც კონკრეტული შედეგები გამოღა. რა თქმა უნდა, ჩვენ იდეალური სტანდარტისგან ჯერ არა ვართ, ესე ვთქვათ, არა ვართ ჯერ იდეალურ სტანდარტებამდე და ვერ ვიტყვით, რომ მივედით იქამდე, სადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკვე საკმარისია, მაგრამ ყველაფერი არის შედარებითი და როდესაც აკეთებენ ანალიზს, საიდან დავიწყეთ რეფორმები და დღეს რა სტანდარტებზე ვსაუბრობთ, აი ამიტომ ითვლება საქართველოს როგორც ერთ-ერთი კარგი მოდელის ქვეყანა ადამიანის უფლებების კუთხით. ადამიანის უფლებებზე როდესაც ვსაუბრობთ, აუცილებლად მახსენდება და უნდა გკითხოთ, დღესაც ცნობილი გახდა, რომ პატიმრების კარანტინის დაშლის საიმ ცნობილ კადრებში მონაწილე გაგამ კურნალიძე არის თავისუფალი. ასევე ცნობილია ისიც, რომ დღეს ის სასამართლოში იმყოფებოდა კიდევ ერთ საკმაოდ გახმაურებულ საქმეზე, ეს არის 21 წლის პატიმრის ელდარ ქობალიას ციხეში გარდაცვალების ფაქტი. დღეს როგორ აფასებთ თქვენ პირადად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რამდენად ადეკვატური იყო ის სასჯელი, ანუ გულისხმობ 3 წელს და 4 თვეს, რაც გაგამ კურნალიძეს მიესაჯა. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე
მძიმე საქმე იმ საქმეთა შორის, რომელიც ეხება წამების და არაადამიანური მოპყრობის საქმეებს, არის სწორედ აი ეს ელდარ ქობალიას საქმე. ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი საქმე თავის შინაარსით და თავისი ფატალური შედეგით, ხო? უმძიმესი იყო შედეგი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა საშინელმა მართლაც ძალადობრივმა სისტემამ. რა თქმა უნდა იყო შეუსაბამო საშელი, იმიტომ რომ ასეთ მუხლებზე, ასეთ დანაშაულებებზე ზოგადად მიიჩნევა, რომ უნდა იყოს ძალიან კაცრი მიდგომა და აქ ლიბერალური მიდგომები არ დაიშვება, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი და სხვა შორის. რამ განაპირობა ამ ტიპის საქმე? სასამართლოს გადაწყვეტილება და მათ შორის არ მინდა რომ დავარღვიო გარკვეული ესე ვთქვათ სტანდარტი, რომელიც დაწესებულია, როდესაც ჩვენ სასამართლო გადაწყვეტილებას ვაფასებთ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ მე როგორც ვიცი დღეს ამ საქმეზე, სასამართლო მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა მოითხოვა წინასწარი პატიმრობის შეფარდება ამ ადამიანისთვის, სასამართლომ არ გამოიყენა წინასწარი პატიმრობა. ეს არის დიახ ამ საქმეზე, როდესაც კურნალიძის მიმართ საშელის ამოწურვის შემდეგ დადგა სხვა ბრალდების ეპიზოდზე აღკვეთი ღონისძიების საკითხი, როგორც მე მივიღე ინფორმაცია ამ საქმეზე, მოსამართლე დარახველიძე, თუ არ ვცდები, მიიღო ეს გადაწყვეტილება, სხვა შორის ყოველგვარი განჟის გარეშე ვიტყვი, რომ ის მოსამართლეა, რომელმაც თავის დროზე, მათ შორის ახლა ეს საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება, გამომართლებელი განაჩენები გამოიტანა. თუ არ ვცდები, ის მოსამართლეა, რომელიც მე მახსოვს წინა საარჩევნო პერიოდში, როდესაც ვასაჩივრებდით საარჩევნო პერიოდში დარღვევებს, მაშინ მახსოვს, რომ აშკარად გამოკვეთილი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ჰქონდა და მე რაღაცაც ისე დაემთხვა. არ ვიცი ხა შემთხვევით იყო თუ არა, მაგრამ შემდეგ გადმოიყვანეს, მიამაგრეს თავის დროზე ეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ისე მოხდა, რომ ის გახმაურებული საქმეები რამდენიმე მათ შორის ამ მოსამართლესთან მოხდა. მოკეთ გარკვეული კითხვები მაშინაც ისმოდა და ეხლაც გამახსენდა ეს კითხვები და უბრალოდ ყოველგვარი შეფასების გარეშე ვამბობ რამდენიმე ფაქტს, ვინც გვისმენს მაყურებელი მან შეაფასოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბრალდების მხრიდან პროკურატურის მხრიდან ნამდვილად იყო მოთხოვნა, რომ წინასწარი პატიმრობა ყოფილიყო გამოყენებული. ზოგადად წინასწარი პატიმრობის გამოყენების ტენდენციები რომ შემცირდა, ეს კარგია, მაგრამ ასეთ საქმეებზე, რომელიც ეხება წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, პირიქით არის რეკომენდაციები, რომ აქ არ იყოს ლიბერალური და ჰუმანური მიდგომა, იმიტომ რომ ეს არის საგამონაკლისო მუხლები, რომელიც როგორც წესი სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულია, რომ ყველაზე მძიმე დანაშაულია, ეს ითვლება კონვენციის მიხედვით, ესეთ მძიმე დანაშაულებად, რომელს მიმართაც არსებობს. აქ ვკითხავთ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი საპარლამენტო ფრაქციებს სასამართლო სისტემის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით სთავაზობს კონსულტაციებს. მე მაინტერესებს თქვენი პოზიცია, გეგმავთ თუ არა კონსულტაციების გამართვას და დათანხმდებით თუ არა მარგველაში. იცი რა არის, მაგა ცოტა უცნაურად მეჩვენა, აი ეხა ამ დროს გაკეთებულია ეს განცხადება. ზოგადად რომ ამ პრობლემას ეხმიანება პრეზიდენტი, ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს არის თემა, რომელიც აბსოლუტურად ყველასთვის არის, ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანი და კონკრეტული განმარტებები ამ საკითხთან მიმართებაში უკვე გააკეთეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელებმა, მესამე ტალღის რეფორმის მესამე ტალღა იგულისხმება. ამ პროცესის გაჭიანურება. რეფორმის მესამე ტალღის ჩვენ პრაქტიკულად ფინალურ ეტაპზე ვიმყოფებოდით. ორი მოსმენით იყო მიღებული ეს დიდი პაკეტი, რომელსაც საკმაოდ დიდი დრო დაჭირდა შეთანხმებისთვის, იმიტომ რომ ეს არ იყო იოლი პროცესი და მარტივი პროცესი, გახსოვთ ამას წინ უძღოდა ძალიან ბევრი ესე ვთქვათ ნებათახელვა, მაგრამ მე მინდა ყველა შევახსენო რაღაც არასწორი ინტერპრეტაციებიც მოვისმინე, რომ თითქოს ქართული ოცნების ბრალია, რომ მე ვერ მივიღეთ ჩვენ ეს პაკეტი. ამ დროს მე შევახსენებ ყველას, როდესაც იყო მეორე მოსმენა ამ პაკეტის, ორი ფრაქციის მიერ იყო ალტერნატიული წინადადება წარმოდგენილი. ეს იყო რესპუბლიკელების ფრაქცია და ფრაქცია ფორუმი, რომელთაც ალტერნატიული წინადადებები დააყენეს ორ მუხთან დაკავშირებით. ეს იმას ნიშნავდა, რომ გარკვეული კონსენსუსი იყო საჭირო, რომ მაღალი ქორუმით მიღებულიყო ეს პაკეტი. სამწუხაროდ შეთანხმება ბოლო წუთამდე ვერ მოესწრო, ბოლო კენჭისყრისთვის, მესამე მოსმენისთვის და პარლამენტმა ამოწურა, ისე ვთქვათ, კალენდარულად სამუშაო პროცესი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაპირებთ პროცესის გაჩერებას, როგორც არა, რა თქმა უნდა, არა, ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ამ პროცესს,
მისცეს უბრალოდ პარლამენტის ეხა შეკრება ეს არის არარეალისტური ამოცანა და პარლამენტის შეკრება კი არ არის ამ თავარი ამოცანა არის მთავარი კონსენსუსის მიღწევა იმ ორ გადადებულ მუხლზე რომელზედაც ვერ მოხდა სხვადასხვა ფრაქციებს შორის შეთანხმება ასე რომ კონსულტაციები პარლამენტში იმიტომ რომ პარლამენტია გადაწყვეტილების მიღები ორგანო და კონსულტაციებისთვის არ უნდა იყოს, ამას უნდა მოყვეს რეალურად შეთანხმება იმ ძირითად საკითხებზე და კი ბატონო ჩვენ ვთავაზობთ ყოველს რომ გავაგრძელოთ ამაზე მუშაობა საპარლამენტო სივრცეში, იმისთვის რომ მივიღოთ რეალურად უფრო უკეთესი სასამართლო სისტემა, უფრო მაღალი სტანდარტი და სამართლიანი მართლმსაჯულება ჩვენი მოქალაქეებისთვის. რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, ამასთან დაკავშირებით დაახლოებით 1 წუთი მაქვს და თუ შეიძლება რომ მოვასწროთ. ქართული ოცნება საარჩევნო სიებს გამოქვეყნებს უკვე უახლოეს მომავალში. საუბარი ასევე იმის შესახებ, რომ თქვენ იქნებით ისევ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. არის ეს საბოლოო გადაწყვეტილება თუ შესაძლოა პროპორციულ სიაში გიხილოთ? არა, არ არის ეს საბოლოო გადაწყვეტილება და საბოლოო გადაწყვეტილებას ჩვენ ამ კვირის ბოლოსთვის უკვე დავასრულებთ და შემდეგი კვირისთვის ალბათ უკვე დაიწყება საარჩევნო სიისა და ნაწილობრივ მაინც და უკვე მაჟორიტარების წარდგენის პროცესი, ანუ კამპანიის ოფიციალურად ესე ვთქვათ დაწყება. ასე რომ ეს ინფორმაცია არ არის სწორი, ამიტომ ერთ შემიძლია ვთქვა, ბუნებრივია კონკრეტული გვარები და სახელებით მიჭირს საუბარი დღეს, იმიტომ რომ ეს მაინც ერთობლივ გადაწყვეტილება, რომელზედაც პარტია მომავალ კვირას აპირებს, რომ ამაზე ისაუბროს. და პოზიცია გვაქვს ესეთი, ყველა ვიქნებით იქ, სადაც საჭირო იქნება ამ მოცემულ სიტუაციაში, მათ შორის მეც ვიქნები იქ, სადაც ჩვენი გუნდი სად არის ეს ადგილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი? არა, რა თქმა უნდა. ეს ინფორმაციაც გავრცელდა. ეს ინფორმაციაც გავრცელდა. რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება თქვენთან არ ვადასტურებ ამ ინფორმაციას, ეხლა ჩვენ საუბრობთ იმაზე, ამ საარჩევნო პროცესში ვიქნები, რა თქმა უნდა, ჩართული და ვიქნები გუნდში და უბრალოდ მივიღებთ საბოლოოდ გადაწყვეტილებას კონკრეტულად რომელ უბანზე გავაგრძელებ ჩემი გუნდის, ესე ვთქვათ, საარჩევნო კამპანიას და საბოლოო მიზანი მაინც ჩვენთვის არის ის, რომ მოსახლეობას, რომელსაც ჩვენ შევხვდებით უკვე ამ ახალ ეტაპზე, კარგად აუხსნათ ის, რაც იყო აქამდე და რაც გავაკეთეთ და რაც უნდა გავაკეთოთ ხვალ. ან თქვენი პოლიტიკური საქმიანობა საომავლოდ სავარაუდოდ ისევ საკანონმდებლო ორგანოსთან იქნება კავშირში. ალბათ კი. ძალიან დიდი მადლობა 2030 შეკითხვებს ეკაბესელია პასუხობდა, ახლა რეკლამის შემდეგ ნინუცა კახნიაურის საავტორო რეპორტაჟი დაგველოდეთ. 2030 პირდაპირ ეთერში ბრუნდება ოკუპირებული ცხინვალიდან 2 კილომეტრის დაშორებით გაშენებული ამერიკული კაკლის ჩანდლერის ბაღები. შეერთებული შტატებიდან დაბრუნებულმა ფერმერმა გიორგი მჭედლიძემ ზემო ნიქოში კაკლის და ნუშის საენერგე მეურნეობა გააშენა. ნახეთ ნინუცა კახნიაურის დავით ევზაძისა და ზაქარია ჭიკაძის ავტორო რეპორტაჟი ჩანდლერის ბაღები მავთულ ხლართებთან. პროფესიით აგრონომი 41 წლის გიორგი მჭედლიძე 2002 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. უცხო ქვეყანაში 10 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილი რამდენჯერმე შეიცვალა. საურართული გზა იყო. ვიყავ Walmart-ის სუპერმარკეტში წმინდავი, დღისით ვსწავლობდი. 20 საათიანი სამუშაო მქონდა, ანუ იატაკში წმინდავდი. მე ღამის სმენაში მუშაობდი პლუს სამშენებლო კომპანიაში. თავიდან გამიჭირდა ხარაჩოებზე, სირბილი ქაურ ხარაჩოებზე, ყველაფერი, მაგრამ 24 საათიდან 2 საათი მქონდა დასვენების. დანარჩენი მუშაობა და სწავლა. გარკვეული თანხის დაგროვების და გამოცდილების მიღების შემდეგ კვალიფიკაციის სასამაღლებლად სპეციალური კურსები აგრომიმართულებით გაიარა. შეისწავლა ნიადაგმცოდნეობა. მოგვიანებით კი კალიფორნიაში საკუთარი ძალებით კაკლის ახალი ნერგების გამოყვანა დაიწყო. ეს იყო წლები, როცა მე ვისწავლე შრომის, დროის. და ჩემი საკუთარი ქვეყნის სიყვარული. როცა მე დავინახე იქ ცარიელ ქვიშაზე აშენებული სამოთხე. მივხვდი, როგორი ძლიერი ქვეყანა იყო და
მაშინვე ჩავიდე გულში, ანუ სასწრაფოდ. რაც შეიძლება მაქსიმალურად მოკლე ვადაში შემეძინა და მიმეღო ის, რაც ჩემს ქვეყანას გამოადგებოდა. შეერთებული შტატები და სამსახური $15,000-იანი ანაზღაურებით 4 წლის წინ დატოვა და მშობლიურ სოფელში, ზემო ნიქოზში დაბრუნდა, სადაც სანერგე მეურნეობის განვითარება ოკუპირებული ცხინვალიდან 2 კილომეტრის მოშორებით, ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ზოლიდან კი 300 მეტრში დაიწყო. კაკალი და ნუში, ეს იყო ჩემი ძირითადი განხრა. მისი ნამყნობა ღია გუნდზე სამრეწველო ენერგიის წარმოება. ფულად მოსავლელი ჯიშია. ჩვენ ეგლეხები როცა მომდენ ვეკითხები. რამდენად იციან მისი მოვლა. უბრალოდ მოდა არა ვერ მოვლენ, ამიტომ ეს გავრცელებული ჯიშია, ჯერ უნდა ვისწავლოთ. მისი მოვლა. მე გავაშენოთ მისი ბაღი. ყოველთვის როცა ვაწარმოებთ რაიმე სოფლის მეურნეობის პროდუქტს, უნდა ვიცოდეთ მისი სწორი მოვლა ფუნდამენტალურად, ანუ რა ფორმაში იზრდება მცენარე, რა ფორმაში უნდა იყოს მისი ტოტი. როდის სჭირდება მას სხლა, წამლობა, რა ესაჭიროება მცენარეს რომ მიიღოთ სტანდარტული ნაყოფი. აი ეს ის რაც მიიღე კალიფორნიაში. გიორგი მჭედლიძე ახალი იდეებით და ენთუზიაზმით ზემო ნიქოზში სწორედ მაშინ გამოჩნდა, როცა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სოფელი ნელ-ნელა იცვლებოდა. მალევე კოოპერატივი ნიქოზი დაარსა და 25 ადგილობრივი დაასაქმა. აბრუნ სოფელი იყო შეიძლება ითქვას ჩაბნელებული, ანუ ჩაბნელებული მიგაგებით რომ არავით არის პერსპექტივა. ანუ საზღვართან მდებარე ბოლო სოფელი. ტუპიკი. ამის ხილგზა არ იყო. არავინ აღარ მოდიოდა, არავის არაფერი აინტერესებდა. ხალხი იყო პანიკაში ჩავარდნილი. სადმე ეშოვა სამსახური. ანუ სოფლელი წასულიყო და რამე გზა ეპოვა შემოსავლის. ანუ დაბრუნდი და უხსნიდი რომ სოფლის მეურნეობა ყველაზე მნიშვნელოვანია ქართველების. ანუ ამით ჩვენ შეგვიძლია იმაზე კარგად ვიცხოვროთ, ვიდრე თუნდაც თბილისში. სახელმწიფო სამსახურში, ან რომელიმე ბიზნესში და სახელმწიფო ხელფასზე მომუშავე ადამიანი. იმ ყველაზე მნიშვნელოვან მეგობრებს ვის გამოც მე დავბრუნდი, იმათაც კი არ ეჯერა. ერთი წელი მომუნდი მე ამას. ეს მე ნახეს შემოსავალი ის ხელფასი. ვიცი რა, გაქცეული ყონ სოფლენ იმაზე მეც მაინც ვერ შევიდე. და ნახეს აი აქ, ამ ჩვენი შრომით, მეგობრული შრომით, რა შედეგი დადგა და დადგა. ამერიკის შეერთებული შტატებიდან სამშობლოში დაბრუნებულ ფერმერს კაკლის და ნუშის უნიკალური ჯიშები გამოჰყავს. ამერიკული კაკლის ჩანდლერის კვირტები იტალიიდან შემოაქვს. კაკლის ენერგიის წარმოება ეს იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში შეუძლებელია ღამის ტემპერატურის გამო. ქვეყანა სადაც შეიძლება კაკლის ენერგიის წარმოება, სამრეწველო ენერგიის წარმოება ეს თურქეთი და საქართველო. აქ არის მეორე ფაქტორი, ანუ ის ჩვენი კვლევებით ჩვენ მივიღეთ ეს ენერგია, ეს ამერიკაში არ არის ჯერჯერობით მიღებული, მივიღეთ ჩვენ პირველებმა. თურქები ამას უნდებიან 2 წელიწად, ჩვენ 1 წელიწადში გამოყავს ენერგია. ანუ ვადებში შევზღუდეთ, გამოყავს იმაზე საუკეთესო ჯანმრთელი ერთსლენი ენერგია. დღეს მივახცეთ იმას, რომ რამოდენიმე მილიონი ენერგიაზე გვაქვს მოთხოვნა. ეს ნიშნავს, მიახლოებით თითოეულ სოფელში ჩვენ შეგვიძლია გქონდეს 2-3 ჰექტარის ენერგია მეურნეობა. თითოეულ სოფელში ამ 2-3 ჰექტარ მიწაზე დავასაქმოთ 20-30 ადამიანი მაღალი ანაზღაურებით და ვაწარმოოთ კაკლის ენერგია, რომელიც გავა ევროპაში. წელიწადში ამან მიახლოებით 3-4 ჰექტარიდან ძალიან დიდი მოსავალი შემოგება უნდა მოგიტანოს. ათეულობით ჰექტარზე გაშენებული მეურნეობის მოსავლელად მძიმე ტექნიკის გამოყენებაზე უარი თქვა. ყოველდღურად უნდა იყოს ადამიანი დასაქმებული, იმისათვის რომ ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეს შემოსავალი ყოველდღიური, ანუ იყოს თანხისტრიალი სოფელში და იქ იმუშაოს მაღაზია, იმუშაოს წყარო, ბაღმა და ასე შემდეგ. ტექნიკა არ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს საშუალება გვყავდეს ტექნიკა, არ გვეყოლება ტექნიკა. ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო ზოლთან ახლა იჯარით კიდევ 80 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აიღო, სადაც ნუშის ბაღების გაშენებას გეგმავს. ანუ ეს არის დროებით საოკუპაციო ხაზი. აი ამ საზღვრიდან იქით 80 ჰექტარი ეს არის ჩემი იჯარა, რომელიც 20 წლით მომცა მთავრობამ. ჩვენ ზღებს დავანახოთ, ჩვენ მარტო კი არ ვლაპარაკობთ, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. მინდა რომ იმ კარგით რაც ჩვენ ამერიკაში მივიღეთ, მათ შეიძლება არ გქონდეთ და ეს გამოცდილება ჩვენი ცოდნა მათაც დაინახო. მე მათ გადავეცხებ, კიდე გადავცემ. და ეს ლამაზი ედემის ბაღები მინდა რომ დავანახოთ 6 წელიწადში. ჩვენ ძმა ოსებს ვაჩვენებთ სამოთხიებს. ანუ რა გვინდა ჩვენ? აი ეს ყველანაირი პოლიტიკის გარეშე. აქ მოვიდნენ ჩვენი ძმა ოსები და ერთობლივად აი ეს დროებით საზღვარი ამოვიღოთ ჯარში ჩავაბაროთ და გადავკუსვით ერთმანეთი. ეს აუცილებლად იქნება. ფერმერს ამერიკული განათლებით სოფლის მეურნეობის განვითარების საკუთარი ხედვა, ფორმულა და მიზანი აქვს. მეკპირდებით, რომ იმ ჩვენს მეგობრებს, იტალიელებს და ამერიკელებს, ვისაც ჩვენ ხელმოწეულები ვეხვეწებით რამენაირად კაკლის კვირტი გვაყიდო,
დავაყენებ და შევახვეწოთ. ჩვენ ენერგი რამდენად მივუწევთ. აკპირდებით ბატონო ზანაზისაც და ყველა იმ იტალიის წამყვან მეკაკლეს მოვლენ და ნახავთ ჩვენგან ენერგს წაიღებენ და გთხოვენ. დავავთ ეს გაჟღერდება მე ტელევიზორში, იქნება ინტერნეტში როგორ მიდის აი ამ პატარა სოფლიდან ენერგი იტალიაში, უკრაინაში, მოლდოვეთში. ამას გვიდებით 2 წელიწადში მოვზენდე განახვით. ასეთი იყო 8 ივლისის 20:30 ყოველდღე 24 საათის განმავლობაში რეპორტაჟების და დღის ყველა სიახლის ნახვის საშუალება გაქვთ საინფორმაციო სააგენტო 20:30-ის გვერდზე 20:30 წერტილი ნიუს. მე მაკაცინცაძე ვარ და ორ შაბათამდე გემშვიდობებით. დროებით.